მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც მე ტელეწამყვანი თენგო ომანიძე გაუძღვები დღეს. ჩემთან ერთად იქნებიან, რა თქმა უნდა, ასევე ტელეწამყვანი მერაბ ჭიქაშვილი, ანალიტიკოსი წოტნე მარღია. მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი გადაცემისთვის საკმაოდ ჩემი აზრით საინტერესო თემა გვაქვს შერჩეული. ბოლო რამდენიმე დღეა ალბათ და შაბათ-კვირას განსაკუთრებით ასე ვთქვათ, ინფორმაციული შეჯერების პერიოდი, როდესაც არის. ფაქტიურად ყველა ტელეარხზე, ოპოზიციურზეც, სამთავრობოზე უფრო ნაკლებად, მაგრამ ძალიან ძნელია უკვე საერთოდ ზღვარი დაინახვა ამ ორი მიმართულებას შორის. მთელი ეს საინფორმაციო კვირა პრაქტიკულად მიეძღვნა გახმაურებულ საქმეებს და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის, ასევე როგორც მოიხსენიებენ რაღაც მასთან დაახლოებული პირების მიმართ დაწყებულ გამოძიებებს, ბრალდებებს, რაც ისმის ამ ხალხის მისამართით და დასახელდა უამრავი ვერსია, ჩვენ ვნახეთ ტელეეთერები, სადაც არ ვიცი, ყველაფერი, ესე იგი პირდაპირ გამოტანილია, ნათქვამია, გამოძიებულიც არის, წერტილიც დასმულია, აქ ის რომ დანაშაულობის პრეზუმპცია არსებობს ქვეყანაში ან რაღაცა ჯერ კიდევ ძიებაშია, ჯერ კიდევ სასამართლოშია, ჯერ კიდევ გადაწყვეტილება მისაღებია, ეს ყველაფერი იგნორირებული პირდაპირ თან ყველა არხზე სხვადასხვა ვერსიები და სხვადასხვა საქმეები იყო ხოლმე მიმოხილული. ამიტომ მე ვფიქრობ, საინტერესო თემა იქნება ეს თვითონ სასაუბროთ იმ კუთხით, რომ ეხლა მაგალითად მთავარი ალბათ ესეთი ყველაზე უფრო გახმაურებული ბრალდება, რასაც უყენებენ ამ ადამიანს, ეს არის ლევან ჯანგველაძის კვლელობის ორგანიზება. ჩვენი ტელეარხიც და ჩვენი სტუდიაც ამ საქმით არის დაინტერესებული იმ კუთხით, რომ ვაშუქებთ ამ ყველაფერს, ვესწრებით პროცესებს და ჩვენს სოცქსელში განთავსებულია პრაქტიკულად ყველა პროცესის ანატომია, რაც სასამართლოში იმართება. ყველა პროცესის შემდეგ ჩვენ ვამზადებთ რამდენიმე საათშივე სიუჟეტებს, სადაც ვთავაზობთ მაყურებელს, რომ კონკრეტულად ამ პროცესზე ვინ გამოიკითხა, რა დაადასტურა მოწმემ, რა იყო აქ ბრალდებისთვის სასარგებლო და რა იყო აქ პირიქით გამამართლებელი გარემოებები. ამ ყველაფერს ჩვენ ვაშუქებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, ეს თემა და ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს ტელემაყურებლისთვისაც. ბოდიში უბრალოდ ისე ვთქვათ, რომ მივესალმებით ჩვენს მაყურებელს ყველას. ჩვენ სამწუხაროდ გვიწევს დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, პირველი ჩვენი მხრიდან შემჩნეული და ყოველ შემთხვევაში არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ რასაც ეს დღეები საზოგადოება ისმენს და უყურებს, ჩვენ დღეს გვიწევს ჩვენი კოლეგების მიმართ კრიტიკული მოგვიწევს ყოველ შემთხვევაში კრიტიკა, ვფიქრობ საკმაოდ სამართლიანი კრიტიკა და ჩვენ გამოვდივართ სწორედ იმ პრინციპებიდან, რაც ხდება. პირველი, რაც არის უდანაშაულობის პრეზუმპცია, მეორე, ობიექტური ინფორმაცია და მესამე, კანონის უზენაესობა. ჩვენ მით უმეტეს რომ ჩვენ რა ვიზეც ვისაუბრებთ ახლა, რომელ ტელეარხებზეც ვისაუბრებთ, რომელ ჟურნალისტებზეც ვისაუბრებთ და რომელ ვიდეოებსაც ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ რა კომენტარები და განცხადებები გააკეთეს, მათგან განსხვავებით ჩვენ ისევ და ყოველთვის დავიცავთ ამ პრინციპებს და ჩვენ სწორედ აი ამ კუთხით გავაკრიტიკებთ და საერთოდ კითხვა საზოგადოებაში დასმული, ანუ ბრალმდებელი სახელმწიფოა თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე და მით უმეტეს ჟურნალისტი ან ტელეწამყვანი, ეს რომ გასამიჯნია და საერთოდ ეს ყველა ნორმალურ ადამიანს ნებისმიერი ერის, ნებისმიერი განვითარებული თუ განუვითარებელი ქვეყნისთვის მოსახლეობისთვის, მე მგონი ეს ძალიან სავსებით ნორმაა, რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია და საერთოდ ბრალდება, ვიდრე ბრალდება და ვიდრე სასამართლო პროცესი არ დასრულდება, რატონით როგორ უნდა ვისაუბროთ და ზოგადად რას ნიშნავს უდანაშაულო ადამიანი, უდანაშაულობის პრეზუმპცია და მით უმეტეს კანონის უზენაესობა, როცა ჩვენ ბოლოს პირდაპირ ეთერში უსჯით ადამიანს. უკვე წელიც ვიცით რამდენი უნდა იჯდეს. დარწმუნებით იციან ჩვენმა კოლეგებმა, რომ აუცილებლად დამნაშავეა ამ საკითხში და შესაბამისად ყველა ინსტანციაზე, ყველა ინსტიტუტზე მაღლა დგას რიგითი ერთი ჟურნალისტი, ამ შემთხვევაში ქალბატონი თიადეიშვილი, რომელმაც TV პირველის მეშვეობით გუშინ გავიდა მისი გადაცემა და ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ ვისაუბროთ. არა იმიტომ, რომ ვიღაცამ შეიძლება
ჩვენმა სევანდა მაყურებელმა თქვას, რომ აი მერაბ ჭიქაშვილი ახლა ამ შემთხვევაში, ხო? ტელეწამყვანი ჟურნალისტი, მსახიობი, ყოფილი პოლიტპატიმარი და ასე შემდეგ, მაინც სუბიექტურია. კი ბატონო, თუნდაც და არის absolut ლოგიკური, რომ ჩვენ ვიზეც ვილაპარაკებთ, ანუ რა საქმეზეც ვილაპარაკებთ და ზოგადად როგორ ადამიანებზეც ვილაპარაკებთ დღეს, ვიზეც არის მთელი მის მიმართაც არის. მთელი ეს კამპანია აღზრული, ხო? რა თქმა უნდა, ბუნებრივია, არც უმალავ, არც და მიმალავს არასოდეს, რომ საკმაოდ ღირსეული ადამიანის მეგობარი ვარ. ის შემდეგ გადავიტანოთ თუ პოლიტიკაში ან პოლიტიკურ პროცესებში ან ქვეყნისთვის ვის რა გაკეთებული, ეს მერე ვისაუბრებ, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინტერესებს მე, ისე როგორც მე არ აღმოვშდე ხვალ ის კი არა რომ უდანაშაულო გადაწყვეტილების მსხვერპლი ეს ხო ერთ-ერთი ყველაზე მთავარია მაგრამ ვიდრე ის სასამართლო ვენდობი თუ არ ვენდები გამოიტანს ჩემზე განაჩენს ჩემმა კოლეგებმა ამ შემთხვევაში ან რიგით მოჩვევა მოქალაქეებმა ვისაც სატელევიზიო ბერკეტი ხელში აქვს ხო ოპოზიციური ტელევიზია იქნება ეს თუ არა ოპოზიციური თავარი კანონი არ დაარღვიოს და უდანაშაულოს პრეზუმპციით ჩემზე არ დაიწყოს პირდაპირ ეთერში ცილი არ დამწამონ მომისაჯონ და მე გამხადონ ისეთი ამბის ისეთი საქმის ჩამდენად განაჩენი გამომიტანონ ვიდრე სასამართლოს არა განაჩენი გამოტანილი კიდე ერთხელ ვამბობ იმ სასამართლოს ვენდობი თუ არ ვენდობით მნიშვნელობა არ აქვს ვიდრე იმ სასამართლოს არა განაჩენი გამოტანილი მტკიცებულებების საფუძველზე სწორედაც მტკიცებულებების საფუძველზე გამოაქვს იმ სასამართლოს გადაწყვეტილება და კიდე ერთხელ მოვიტან მაგალითად რომ ჯერ კიდევ ინკვიზიციის პერიოდში აი საშინელება რო ხდებოდა პირდაპირ კოცონზე დაწვა ხალხის თუ მტკიცებულება არ ქონდათ და არ გააჩნდან ბრალდებელს მტკიცებულება თუ არ ქონდათ ისინი ამ განაჩენს ვერ მოიტანდნენ მტკიცებულება თუ არ ქონ ერთი პარატინა ფურცელიც კი არა არამედ ერთი სიტყვაც კი რომელიც არ იქნებოდა ახლოს მტკიცებულებად აი მინ ზუსტად მტკიცებულება არ იქნებოდა ამას ვერ იზავდნენ მithumet ეს ეხაჩვეზე კი ჩვენ გვიწევს დღეს დავიწყოთ გადაცემა მედიაში რა ხდება რა პროპაგანდაა საერთოდ და როგორ გამოირჩევიან ადამიანები რომლებიც პირდაპირ ამბობენ რომ აი მერაბ ჭიქაშვილი ეხლა რო ეთერში ზის და ოდნავ ხმამაღალი ტონით საუბრობს ყველა ფაქტი თუ სადმე გაგიგიათ საქართველოში რომ ხმის აწევის გამო ადამიანს გული გაუსკდა ჩვილს ვიმეორებ აი ვამძიმებ ჩვილს თუ მოზარდს მისმა აი ამ ხმამ და ემოციამ თუ ამან იმოქმედა მასზე და ვინმე გარდაიცვალა მერაბ ჭიქაშვილის ბრალია მერაბ ჭიქაშვილია მკვლელი არ მომაქვს რაღაც ისეთი შედარება აქ საუბარია სწორედ ამაზე და საზოგადოებამ კარგად იცის თუ რა უმძიმეს დანაშაულს და უკვე დანაშაულებებს თუ შეიძლება ასე ითქვას მრავალ დანაშაულს მაპატიეთ და ხელს ისვრიან და უნდათ რომ მხოლოდ ერთი ადამიანის მხოლოდ მისი ოჯახის წევრების მისი მეგობრების გარემოცვა ცოტა ისეთი რაღაც ბუნდოვანი სიტყვა მაგრამ ჩვენც ახლა გარემოცვა ვართ ხო რა ვიცი თენგიზ ომანიძეს როცა მიყავს გადაცემა ჟურნალისტ და ტელეწამყვანს ჩვენ შენი გარემოცვა ვართ ახლა ესე გამოდის აი ეს არის მნიშვნელოვანი ერთ პოდიშის არამოს გავუშვებთ მეტი შემიძლია ვთქვა დაუშვათ იგივე ჩვენს კოლეგებზე ჟურნალისტებზე ასე ვთქვათ აი ტევ პირველს თუ ავიღებთ თუნდაც ეხლა რახან ტევ პირველზე საუბრობთ აი სად გადის მართლა აი მე რა მახსენდა და სწორად ახსენა აი ტევ პირველსა და ბრალდება შორის პროკურატურას შორის ზღვარი სად გადის აღარ ჩანს იმიტომ რომ უფრო მეტიც ჩვენ ვიცით რომ ეხლა ის საქმეები რომლებიც აღზრულია არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ, ხო? და სხვების მიმართაც ჩვენ ვიცით, რომ ამ ბრალდებების, ასე ვთქვათ, გაჟღერების, ამისთვის, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი ფონის შექმნის თავარი ადგილი იყო ტევ პირველი, ანუ ეს კამპანია, ბინძური კამპანია, რომელიც ემსახურებოდა სხვადასხვა ადამიანების, დაუშვათ, ასე ვთქვათ, გაშავებას, ეს ჟარგონს ვიხმარ, ამის თავარი ადგილი იყო ტევ პირველი. მერე, აი ეს ტევ პირველი, როდესაც შექმნიდა აი ამ საინფორმაციო ფონს ხო უყურებთ ხედავთ უკან რო ვიხედებით როგორ მოხდა ეს ყველაფერი ვთქვათ ეს პირდაპირ და პირველი როდესაც ჩათვლიდა პროკურატურა საჭირო თუ გამომძიებლები თუ ვინც არიან ხო ჩათვლიდნენ საჭიროდ რომ ეს უკვე ეს სოციალური საზოგადოებრივი ფონი უკვე შექმნილია მე ეს ზუსტად სიტყვით იქ იმ პერსონაჟების გამოყენებით დაუშვათ ვინც ტელეპილოზე დადიოდა და ლაპარაკობდა ბრალში იწერებოდა ზუსტად ის რაც მანამდე გადიოდა ტელეპილოზე ძიმეთი რაც ტელეპილოზე სიუჟეტები გადიოდა ვინც დაყავდათ იქ ვისაც ამას
ლაპარაკებდნენ, მე ბრალდება ზუსტად წერტ ძიმეთ, მე მგონი პირველი სიუჟეტებს უყურებდა და იქიდან იწერდა ხოლმე ამ ყველაფერს და ის ხალხი, ვინც დაუშვათ პირველზე დადიოდა, ის ხალხი გამოდის მე მე წოდა უფრო მძიმე დასკვნა მაქვს მაგაზე, ჩემო ცოტნე პირველსაც და იმ ბრალდებასაც ერთი და იგივე წყარო კარნახობს. ხო და აი ამაშია პირველი იქცა სამწუხაროდ ის ოპოზიციური მედია არის თითქოს, მაგრამ სამწუხაროდ იქცა რაღაცა ესე ვთქვათ საშუალებად რაღაცა ხელისუფლებისთვის დღეს მათთვის მიუღებელი ადამიანების ინსტრუმენტად არაკეთილსინციერი ადამიანების ხელში. მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ეხა არც სახელები, არც გვარები არ არის საინტერესო, უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანია აი პირველი თუ ჩვენ ახლა ესე დაუშვათ და ეს ყველაფერი ჩვენ გვეჩვენება მხოლოდ და აქ სუბიექტურები ვართ და ტენდენციურები ვართ და დაუშვათ არასწორად ვაკეთებთ ამ დასვენას, ხო? მაშინ ერთ რაღაც არის მნიშვნელოვანი. ახლა ეს კაცი დაუშვათ იგივე შავნოდარა, ხო, ნოდარმელაძე, ესე თავისი რაღაცა ხუთი გამომძიებელი ჟურნალისტი თუ ესეც საქმეებს ხსნის, უბრალოდ მაინც იქიდან იწერს ის არა, დაუნიშნავ და მთავარ პროკურორად კაცო. თუმცა რა პრობლემა, ერთი კიდე რაღაცა, უყურებ და მოურჩები მე რა ბოდიში. სხვა ჩვენ ხედავთ რომ აი პირველზე დაუშვათ გარდა აი ამ ადამიანების მიმართ ვიზეთ საქმე არის აღსული არის ძალიან ბევრი ისეთი სიუჟეტი სხვა დაუშვათ მოქმედი მაღალჩინოსნების საქმეებზე საქმიანობებზე და აი იქ რატო არ იჩენს თუ დაუშვათ ნოდარმელაძის ან პირველის ეს საგამოძიებო ჟურნალისტთა ეს რაღაცა ჯგუფი ასეთი მძლავრია და ასეთი შეიარაღებულია ინფორმაციითა და ფაქტებით ხო მაშინ მე მიჩნდება ლოგიკური კითხვა და ეჭვი რომ მაშინ ის რასაც ისინი სხვა მოქმედ მაღალჩინოსნებზე ან პოლიტიკოსებზე საუბრობენ თავის სხვა სიუჟეტებში ხო მაშინ ისიც მართალი შეიძლება იყოს რატო არ შეიძლება თუ დაუშვა თუ ოთარ ფარსალაძე პირველი რასაც იძახის ის თუ მართალია კობახიძეზე რაც იძახის ეგ რატო არა ბიძიდაიოთიშვილზე რასაც იძახის რატო შეიძლება იყოს ხუვი რატო უნდა დავიჯერო მართალია და აქ ერთი რაღაცა ობიექტურობა მოითხოვს ამ შემთხვევაში მე უფრო მეტი ვთქვა ამ შემთხვევაში რა სიუჟეტი ჩვენ ახლა უნდა გავუშვათ იგივე ქალბატონი თეა ადეიშვილის სიუჟეტი მან გადააჭარბა პირდაპირ მინდა ვთქვა მე არ მინახავს არასოდეს ის ფრაზა ან ამდაგვარი ტიპის გაჟღერებული კი ირიბად ნათქვამიც კი არც ნოდარმელაძისგან მოდი ობიექტურად უნდა მე მეტიც ის ბრალდება რაც ქალბატონმა თეა ადეიშვილმა ხო რაც ქალბატონმა თეა ადეიშვილმა თავის სიუჟეტში დიდ აუდიტორიას უთხრა ის ბრალდება არ მომისმენია მათ შორის მე ვესწრები ყველა პროცესს და ბატონი ლევან ვებხვაძის ანუ ბრალდების მხრიდან მაგდაგვარიც არ გამიგია და მეტიც ეს კი ბატონო დასაბუთებულიც უნდა იყოს იმ შემთხვევაში მაგრამ და კიდე ყველაზე მთავარი ის რომელ სიძულვილის ენაზეც ახლა ჩვენ მოგვიწევს ვაჩვენოთ მოსახლეობას და უთხრათ ვანახოთ ამდაგვარი მე რაც ეს პროცესები დაწყებულია პირდაპირ ვამბობ და ამას ხაზგასმით ვამბობ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის რეჟიმის დროს დაწყებული 2006 წლიდან აი რაც აქტიურად ჩავერთე მაგალითად მე იგივე თენგო არ მახსენდება რა მაქანა იყო გახსოვთ ვინ იყო სააკაშვილი გვახსოვს რა რეჟიმი იყო გვახსოვს რასაკეთებდა ის რეჟიმი უკვე გამოტანილ გადაწყვეტილებებს ციხეში და მე როგორი ზეგავლენებიც იყო და ციხეში რა ხდებოდა მახსოვს ყველაფერი კარგად ვიცით თუმცა ის რაც ახლა თეადეიშულმა გააკეთა და იკადრა თუ რამეში ჯდება ეს და თუ ვინმეს რამეს მოაგონებს აი აგერ ვნახოთ ამ შემთხვევაში ჩვენ ლაპარაკი გვაქვს საუბრობთ ერთი კონკრეტული ადამიანის კი ბატონო კერძო დამოუკიდებელი ტელევიზია ტელეკომპანია მას აქვს თავის გადაცემა ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს ჩვენი კოლეგა ძალიან დიდი ხნის სტაჟი აქვს შეიძლება ითქვას მე მას დიდი ხანია ვიცი ვიცნობ ასევე ვიცნობ მის მეუღლესაც საკმაოდ დიდი ჯაფა და შრომა ჩადებული მართლა თუ რაიმე საერთოდ აი ტელევიზია მედია კუთხით ეს ობიექტურად უნდა ითქვას იმიტომ რომ მე სულ ავიცი ახალგაზრდა როდესაც დავიწყე მუშაობა სატელევიზიო აი ამ სივრცეში და თუნდაც იმ ჩემი პროფესიით თავიდან გახმოვანების კუთხით დოკუმენტური ფილმების კუთხით რომელსაც ინტერნიუსი აკეთებდა და ეს არის ინტერნიუსი არის პირველი რომელმაც რეგიონალურმა უწყებლობა შექმნა ამიტომ რატო ვამბობ ამას საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალია ის მისი მეუღლეც და არ არსებობს რომ ან ეს არ იცოდეს და პირიქით შეიძლება
ჩემი კოლეგა რო ვთქვათ ეხა არ ეწყინოს იმ ჟურნალისტებს, ვისაც მართლა დიდი გამოცდილება აქვს, საკმაოდ დიდი კვალიფიკაცია აქვს და არიან მართლა ჟურნალისტები. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ზუსტად მივყვეთ ეხა ჩვენ რატო გამოგვაქვს ეს ვიდეო და რატო ვაკრიტიკებთ და რატო გვინდა რომ საზოგადოებამ გაიგოს და ნახოს და არა მარტო საზოგადოებამ მავანმა ნახოს და ვისაც ხელეწიფება თუ არსებობს ამ ქვეყანაში კანონი თუ არსებობს ამ ქვეყანაში რაღაცა მორალური ზნეობრივი არ ვიცი მე ირიბი თუ პირდაპირი მითითება იმის რომ ეს არის უმძიმესი დანაშაული ვიდრე ის რაზეც ჯერ ხალხს დამტკიცებული არ აქვს ბრალწაყენებული არიან ხო დამტკიცებული არ აქვს და რაც იმათ ელით თუ ვინმე იტყვის რომ ეს ნაკალები არ ამაზე მაშინ კი ბატონო მე ბოდის მოვიხდი თუ შეიძლება გაუშვას და თქვი შენ და ნუ უბრალოდ ერთი რისი თქმაც მინდოდა მეორე საკითხია ვის რა ჯერა შეიძლება არიან ადამიანები და ბევრია რა თქმა უნდა ასეთი ვინც არის აი ამ განსაკუთრებით აი ამ ტელევიზიების მაყურებელი შეიძლება ვინმეს ჯეროდეს ამ ბრალდების ან არ ჯეროდეს ამ ბრალდების და ვიღაცა ფიქრობდეს რომ ეს ასე ვთქვათ შეთითხნილი მოგონილი ბრალია ვიღაცა პირიქით ამბობდეს რომ კი ნამდვილად ეს ხალხი არის მე ჩემ წამს და მჯერა რომ ეს ხალხი არის დამნაშავე მაგრამ ეს მეორე საკითხია ერთი რაც დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ ის რომ ამ ხალხის წინააღმდეგ ბრალდებებს აქვს კამპანიური სახე და ეს არის კამპანია რომელშიც ჩართული არის როგორც მედია ისე სახელმწიფო სტრუქტურები ეს მე მგონი ცხადი არის და ამას არც არავინ უარყოფს მათ შორის არც მეორე მხარეს ვინც არიან ბრალდებლების როლში ამ შემთხვევაში და არ გულისხმობ ამ შემთხვევაში პროკურატურას მე გულისხმობ იმ ადამიანებს რომლებიც ხშირად არიან ხოლმე ამ ტელევიზიის TV პირველის რესპონდენტები და ესე ბრალდებლის პოზიციაში გამოდიან ამ ყველაფერს რომ ნამდვილად აქვს კამპანიური სახე, ამას არც არავინ უარყოფს. პირიქით ისინი ამბობენ, კი, ადრე ეს არ ხდებოდა და აი ეხლა უკვე ყველა ვაძლევთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ მივცეთ ბრალდებაში აი ეს ადამიანი და ასახელებენ უამრავ საქმეს. ანუ ეს რომ ნამდვილად კამპანია, ამაში მე მგონი ყველანი თანხმდებით, მაგრამ აქ ჩდება ერთი ლოგიკური შეკითხვა, რომ თუ კი ეს ყველაფერი მართლაც სიმართლეა, მაშინ რატო არის საჭირო ამ ყველაფრისთვის კამპანიური სახის მიცემა და თან ასეთი სიძულვილის ენის კამპანიის მიცემა, რასაც ეხლა ჩვენ მაყურებელს ვანახებთ. თუ შეიძლება გაუშვათ ვიდეო, პირველი ვიდეო, რომელიც გვაქვს მომზადებული. პოლიტიკური ლაბირინთის მიღმა კრიმინალურმა სამყარომ ფარცხალაძეზე ვენდეტა გამოაცხადა. იტალიაში შედგა ქურდულის შეკრება, ეგრეთ წოდებული სხოტკა, სადაც გადაწყდა, რომ რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ქურდები ფარცხალაძეზე შურს იძიებენ. უკვე გავიდა 1 წელი თითქმის, რთული წარმოსადგენია, რომ რუსეთში ფარცხალაძეს ვერ მიაგნეს, მაგრამ ფაქტია, რომ ის ჯერ ისევ ცოცხალია. თუ შეიძლება აი ჩვენ შეიძლება მოგვიწევს კიდე ერთხელ გავიმეოროთ ეს სიუჟეტი, იმიტომ რომ ძალიან მოკლეა და ეს ამოვიღეთ ამონარიდი და რატო ამოვიღეთ ეს ამონარიდი? აი არ ვიცი. თუ სადმე არსებობს კი ბატონო, გავიგეთ რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია კონკრეტულად ამ შემთხვევაში. აი ამ ადამიანს თავისივე სიუჟეტს და გადაცემაში ინტერესი რო არ აქვს და საერთოდ რო არ აინტერესებს ნათელია, მაგრამ როგორ შეიძლება ჩვენ ამას აღვიქვათ, ან აი სხვა ეს ნორმალური, ჩვეულებრივად ადამიანი, რომელიც არ არის არც ერთი მხარისკენ და მით უმეტეს არც ახლობელია და არც არავის, მოკლედ არავის არც ოჯახის წევრია იმ ამბის და არც შესაბამისად არც ბრალდებულების ახლობელი და ასე შემდეგ. როგორც სატელევიზიო სტანდარტი, როგორც სტანდარტი ადამიანის უფლებების, როგორც სტანდარტი უდანაშაულობის პრეზუმპციის. აი როგორ შეიძლება ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში აქ ხო რაღაცა რომ მოეძებნა სიტყვა მაინც რომ აი სავარაუდოდ არ ამაზე დაყრდნობით ანუ პირდაპირ ეთერში რას ამბობს მე როგორ გავიგე ეს და თუ შეიძლება საზოგადოებას არ ვიცი კიდევ ერთხელ ანუ პირდაპირ ეთერში ამბობს არ არსებულ რაღაც არანაირი მტკიცებულება რო არ აქვს მოტანილი თუნდაც ჟურნალისტური საგამოძიებო აი ამაზე ამბობს ადამიანზე ამბობს რომ ესე იგი სადღაც ქურდული ეგრეთ წოდებული სხოტკა შედგა დარწმუნებით ამბობს ხო ამას და აკურდი ჩვენ ხო არ ვიგონებთ ჩვენ ხო არ დავაყენეთ ეხა ეს ქალბატონი და ხო არ ვათქმევინეთ ესე იგი სადღაც შედგა ქურდული სხოტკა იქ გადაწყდა რომ ოთარ ფარცხალაძე უნდა ლიკვიდირებული იქნას ხო ანუ მოშორებული იქნას ვენდეტა გამოტანილია როგორ ვერ ნახეს უკვირს ქალბატონს რომ როგორ გაოცებულია რომ რუსეთში ანუ ქურდებო რუსეთში როგორ გაგიჭირდათო ანუ თქვენ ამ კაცის ნახვა და ბოლოს მისი დამოკიდებულება ის ჯერ კიდევ ცოცხალია. აი უბრალოდ მინდა კითხვა დავსო. ეს რომ მერაბ ჭიქაშვილს ეთქვა
ტელეწამყვანს. ეს რომ თენგო ომანიძეს ეთქვა, ეს რომ ნებისმიერ ცოტნეს როგორც სტუმარს, ანალიტიკოს ეთქვა პირდაპირ ეთერში და ვინმე ნებისმიერ სხვას, თუნდაც რიგითი მოქალაქე რო ქუჩაში გააჩეროს და ჟურნალისტმა ჩაწეროს და ვიღაცამ თქვა ვერ შეიკავოს თავი და მას ეხა არა აქვს შემდეგ და რიგითმა მოქალაქემ კომენტარი რო კითხო თქვა და უთხრა რა სიტყვა ამ ადამიანს იმან თქვას შენ რო ამას მიიტან ტელევიზორში და ისე რო გაუშვებ ეს ხო სხვა შემთხვევაში ყველა შემთხვევაში ჩვენ საშინელი დანაშაულის ისა ვართ გავხდებოდით საამიზნე პირდაპირ თავდასხმის სიძულვილის ენა ყველაფერს იტყოდნენ მე კითხვასო გაუშვათ კიდევ ერთხელ ეს სიუჟეტი აი კიდევ ერთხელ გაუსვათ ეს სიუჟეტი რას ემსახურება და რა უნდა იყოს ამაზე პასუხი როდესაც სრულიად უდანაშაულო კაცზე რომელზეც არანაირი ჯერჯერობით მტკიცებულება არ არსებობს და სასამართლოშია საქმე და მიეცა თქვა სასამართლოს ეს საქმე გამოუტან გადაწყვეტილებაზე ამას ამბობს ადამიანი ყველაფერს რო თავი დავანებოთ დამნაშავეც კი რომ იყოს დამნაშავეც რომ იყოს კაცი დამნაშავეც რომ იყოს კაცი ჟურნალისტი თავის თავს უფლებას აძლევს რომ ის რომ ცოცხალია ჯერ კიდევ მას არ მოწონს ანუ უსურვებს სიკვდილს თუ შეიძლება ვნახოთ კიდევ ერთხელ ეს და შემდეგ შეაფასოს საზოგადოებამ პოლიტიკური ლაბირინთის მიღმა კრიმინალურმა სამყარომ ფარცხალაძეზე ვენდეტა გამოაცხადა იტალიაში შედგა ქურდულის შეკრება ეგრეთ წოდებული სხოტკა სადაც გადაწყდა რომ რამდენი დროც არ უნდა გავიდეს ქურდები ფარცხალაძეზე შურს იძიებენ უკვე გავიდა 1 წელი თითქმის რთული წარმოსადგენია რომ რუსეთში ფარცხალაძეს ვერ მიაგნეს მაგრამ ფაქტია რომ ის ჯერ ისევ ცოცხალია არ ვიცი ხა აი მერაბმა დააკომენტარა უბრალოდ აქ ერთი რამის თქმა მინდა რომ შენ აი როცა საუბრობდი მერაბ ახსენე რომ ინკვიზიციის დროსაც კიო ბარხდებოდა მტკიცებულების გარეშე ხო ადამიანები ეს არის როგორი სტანდარტი იცი რომ სამართალში პირველ კურსზე მისვლა არც გინდა რა ვიცი რაღაც კოდექსი უბრალოდ თვალ თუ გაქვს ნანახი ეგრეა მტკიცებულებების გარეშე ადამიანის გასამართლება რომ არ შეიძლება ამაზე კაცობრიობა შეთანხმდა ალბათ რაღაც ქვისხანის შემდეგ და აი ინკვიზიციის პერიოდს და დღევანდელ პერიოდს შორის განსხვავება ის კი არ არის რომ მაშინ ეს პრინციპი არ არსებობდა უბრალოდ მაშინ ამ მტკიცებულების მოპოვების გზა იყო რომ უნდა გეწამებინა ადამიანი დააწერინებდნენ მერე რომ კი ჯადოქარი ვარ ამას და ამის საფუძველზე უნდა ის მტკიცებულება იყო იმ შემთხვევაში ასამართლებ ეს სტანდარტი რომ ადამიანი არ სურო აი მართლა დამნაშავე იყო არ უნდა გასამართლდე მტკიცებულების გარეშე ეს არის არ ვიცი აი თემური წყობილების შემდეგ ნებისმიერი სახელმწიფო წარმონაქმნის მთავარი ქვაკუთხედი და საყრდენი აქ აღარ არის საუბარი იმაზე რომ უდანაშაულობის პრეზუმპციაზე და სანამ სასამართლო მსჯავრდება არ გამოვა ანუ ყველა ინსტანციის სასამართლო არ გაივლის და ყველა ინსტანციის სასამართლო არ თქვის რომ კი დამნაშავე მანამდე ადამიანს რომ არ მანამდე ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება აი ესეთი სტანდარტი რომ არსებობს კონსტიტუციური ამაზე აღარ არის საერთოდ ლაპარაკი ხალხო მტკიცებულების არარსებობის პირობებში ჟურნალისტი გამოდის და საუბრობს ჯერ ხელს ხო ადებს ადამიანს რომ ის უეჭველი დამნაშავეა და ამას აღარ ჭირდება და ცხალი არ გაუვა და რა სიტყვებით ამბობს შემდეგ რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია ხალხო და თურმე არ მოკლეს ამდენი ხანი ამას პირდაპირ ეთერში გვასმენინებენ და აი მერაბის თქმის არ იყოს რომელიმე ჩვენგანს ხო წარმოგიდგენიათ რომ მსგავსი ფრაზა ან მსგავსი ქვეტექსტი რო გვეგულისხმა და ისეთი რამე გვეთქვა ან საერთოდ რო არ გვეგულისხმა ვინმეს რომ ესე გაიგო ჩვენი ნათქვამი რას მოგვიწყობდნენ აქ და რა ბულინგს და რა თავდასხმებს და გამოგვაცხადებდნენ არ ვიცი რაღაც გადამტრიალებლად ქვეყნის და ამ ყველაფერს ჩვენ გვასმენინებენ პირდაპირ ეთერში ადამიანზე რომელსაც დღეის მოცემულობით ყოველ შემთხვევაში ნამდვილად აქვს უდანაშაულო ადამიანის სტატუსი. არავის არ დაუმტკიცებია მისთვის არანაირი დანაშაული და აი ამ ყველაფერს აქვს ხო უკვე ნამდვილად კამპანიური სახე და ცოტნე შენი აზრით რო გავაგრძელოთ, აი მე ესე დავიწყებ საუბარი რომ ერთი არის ვის ჯერა ამ ყველაფრის, მეორე არის ვის არ ჯერა ამ ყველაფრის და საერთოდ სასამართლოს თუ კი აქ აზრი ამ ქვეყანაში სასამართლოს არსებობას, სასამართლო არის ესეთ ის ორგანო, ვინც ამას პასუხს უნდა სცემდეს, რომ ადამიანი დამშავე თუ არა, მაგრამ ნუ ეს ყველაფერი დავიწყებულია ჩვენ შემთხვევაში. ამას რომ აი კამპანიის სახე აქვს ამ ყველაფერს, არ უნდა იყოს ეს ეხლა შენი აზრით თვალსაჩინო, მათ შორის აი გინდაც TV პირველის მაყურებლისთვის, გინდაც იმ ხალხისთვის, ვისაც ეს ყველაფერი ჯერა. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთაყვები, რა ვიცი ხა ვისაც თვალი აქვს უყუროს, ვისაც ყური აქვს ის ფინოს ეგრე არის, რომ ანუ ეხა თუ ვიღაცა ვინც ამ ყველაფერს უყურებს და ვერ ხედავს, რომ ამას კამპანიური სახე აქვს, იმას ესე იგი არ უნდა ამის დანახვა და ამიტომ ვერ ხედავს ხოლმე. მნიშვნელოვანი რა არის, ეხლა მოდი გავიხსენოთ ვინ არის ეს ხალხი, ისევ იქიდან მოვყვეთ, დავუშვათ იგივე TV პირველი, იგივე მათ შორის თეადეიშვილი და სხვაებიც, ვინც ასე აქტიურად არიან ამ საქმეში ჩართულები, ერთი მხრივ ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანებზე, ხალხზე ვისაც
სადაც ყველაფერს თავი დავანებოთ, შეიძლება შინაგანი რწმენა აქვს თეადეიშვილს, რომ დაუშვათ შეიძლება ეს ხალხი იყო ამის გამკეთებელი, მაგრამ არსებობს რაღაცა უდანაშაულობის პრეზუმპცია, რაზეც ახლა ვისაუბრეთ და როცა ჟურნალისტი ხარ, ჟურნალისტური ეთიკა როგორც მინიმუმ თუ შინაგანი ეთიკა არ აქვს, ადამიანური და მორალური ეთიკა არ აქვს, ჟურნალისტური ეთიკა უნდა გბოჭავდეს, რომ მსგავსი რაღაცები არ აკეთო. მაგრამ ამას თავი დავანებოთ და გავიხსენოთ, აი თუნდაც ეს ხალხი დაუშვათ ხო, არის ის ხალხი, ვინც წინა ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებზე დაუშვათ ხო, ვიზეც არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი ყველა სასამართლოს მიერ დადასტურებული, არსებობს დაუშვათ იგივე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, მაგალითად მათ შორის გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ხო, და ამ საქმეზე ბრალდებული ადამიანების უდანაშაულობას ამტკიცებდნენ დამნაშავე ადამიანების უდანაშაულობას ამტკიცებდნენ, მთელი PR კამპანია ჰქონდათ, გააჩნდათ იმის დასამტკიცებლად, რომ ვანო მერაბიშვილი ან სააკაშვილი და ან სხვები კიდევ მაღალჩინოსნები თუ დაბალჩინოსნები წინა ხელისუფლების, რომელსაც პირდაპირ შემხებლობა ჰქონდათ იმ სიბოროტეებთან და სტატისტიკასთან, რასაც მაშინ ჩადიოდნენ, ამ ხალხზე საქართველოს მოქალაქეებს მიჯილებზე ბრალდებულ განაჩენ დამდგარზე უკვე ხომ ჯავრდებულებზე გეუბნებოდნენ და ეუბნებოდნენ საქართველოს მოსახლეობას, რომ ესენი არიან უდანაშაულები და ეს არის პოლიტიკური დევნა მათ მიმართ და ამის მაღულად იგივე ხალხი ეხლა ჯერ კიდევ საქმე განხილვაში მყოფ ხალხზე, რომელზედაც პრინციპში თუ ვინმე მოისურვებს დაუშვათ მათ შორის აი ლევან ჯანგველაძის საქმეს თუ გავიხსენებთ და ნახავთ ეხლა ვინც ოდნავ მაინც დაინტერესებულია ამ საქმით და ჩაიხედავს საქმის მასალებში ოდნავ მაინც ნებისმიერი ადამიანი, არა მარტო ჟურნალისტი და რაღაცა ამ მიმართულებით რაღაცა პროფესიის და გამოცდილების მქონე ადამიანი კი არა, ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რომ იქ ძალიან ესე ვთქვათ არასახარბიელო და პროკურატურას საქმე ბრალდება საქმე იმის გამო, რომ მას უჭირს იქ მტკიცებულებების გამოძებნა, უჭირს კი რა ფაქტობრივად არა აქვს მტკიცებულებები, გარდა რამდენიმე ადამიანის ესე იგი მოწმეების არანაირი მტკიცება, ხო? აქედან გამომდინარე, ანუ ეს ორი შედარება კარგია, ხო? ანუ ეს არის ხალხი, რომელიც სააკაშვილს, მერაბიშვილზე საზოგადოებას უმტკიცებს, რომ არის უდანაშაულო და ეს არის პოლიტიკური დევნა და აქეთ აი ამ ხალხზე, რომელსაც ჯერ კიდე არ არის დამდგარი ეს განაჩენი და კაცმა არ იცის, ხო, ეს განაჩენი როგორი იქნება, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩვენ გვაქვს შინაგანი რწმენა, რომ ქვეყანაში არის სასამართლე, არის მოსამართლეები, რომელსაც შეუძლიათ რომ მიიღონ ობიექტური გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება ყველა მხარის ინტერესებს, ამ შემთხვევაში ემსახურება იმ ოჯახის ინტერესებს და დაზარალებული ოჯახის, ემსახურება უკანონოდ დაჭერილი უდანაშაულო ადამიანების ინტერესებსაც, ხო? არის ჩვენ ჯერა იმის, რომ არის ესეთი მოსამართლეები, ვინც შეძლება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას, ხო? აქედან გამომდინარე, კაცმა არის ის რა ჯერ რა შედეგი დადგება და ის რომ ეს ადამიანი აქეთ ემთხარეს ემსახურება სააკაშვილი მერაბიშვილების გათეთრებას და დამნაშავე ადამიანების უდანაშაულობის მტკიცებას და პირიქით მეორე მხარეს უდანაშაულო ადამიანების დამნაშავე წარმოჩენას, ეს უკვე ნათლად მიანიშნებს რა ხალხია ეს და ისინი საკუთარი ინტერესებიდან ან ვიღაცის ინტერესების გატარებიდან გამომდინარე, როგორ შეუძლიათ დაგეგმონ კამპანიები სხვადასხვა ადამიანების წინააღმდეგ გასაზრდელად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ყურე, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, მე რაც ესე იგი, ასე ვთქვათ, გაოცების მეც გაოცებული ვარ, ადეიშვილის არ იყოს, რა იწვევ ჩემში ამ გაოცებას, რომ ამ ხალხს რო დაუჯერო ეხლა ტევ პირველი სხვები, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი სისხლის სამართლის საქმე, უკვე აი იმდენი სისხლის სამართლის საქმე რომ ტელევიზიებში სხვა არაფერი არ ხდება სისხლის სამართლის საქმეების გარჩევის გარდა, ხო? და იქ არსებობს რაღაცა 4 ოქტომბრის საქმე, არსებობს რაღაცა საბოტაჟის საქმე, არსებობს რაღაცა მილიონის საქმე არსებობს, ხო? სხვა ყველა შემთხვევაში, აი ტევ პირველისთვის, აი თუ ჩვენ დავავждებით და გავაშუქებთ ყველა სხვა სისხლის სამართლის საქმეებთან, საქმეებისადმი მათ გაკეთებულ ჟურნალისტურ გამოძიებებს თუ რეპორტაჟებს თუ ასე შემდეგ გადაცემს. ყველა სხვა საქმესთან მიმართებაში, რომელიც ძირითადად ეხება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, ყველა სხვა საქმესთან მიმართებაში ამ ხალხს აქვს ეჭვი, ამ ხალხს აქვს უნდობლობა ბრალდების მხარის, პროკურატურის, სასამართლოს მიმართ, ისინი თვლიან, რომ დაუშვათ ადამიანებს და შეიძლება ზოგ შემთხვევაში ვეთანხმები ამ შემთხვევაში არა მაღალჩინოსნებზე, არამედ აი პირბადის გამო ხალხს რო იჭერდა ტროტუარზე, ხალხს რო იჭერდეს არ არის ნორმალური მოვლენა და ნორმალური ესა ქვეყნისთვის მდგომარეობა, მაგრამ ანუ გამოდიან და ამბობენ, რომ ეს არის რაღაცა უსამართლო ქცევა, არასწორი ქცევა
ხდება და აქ ბრალდება პროკურატურა, სასამართლო არის მის მიმართულად ჩაბმული ამ ქცევაში, რომ უდანაშაულო ადამიანებს სვამთ ციხეში, ხო? მაგრამ როდესაც საქმე ეხება აქეთ ამ ერთ კონკრეტულ საქმეს, როცა ეხება საქმე ამ კონკრეტულ ადამიანებს, როცა ეხება საქმე, აი ეს ჟურნალისტები, რომლებიც დაუშვათ აკრიტიკებენ და რიგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ რომლებიც სწორად აკრიტიკებენ პროკურატურას, სწორად აკრიტიკებენ რა ქვია სასამართლო ხელისუფლებას, სწორად აკრიტიკებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიძლება, ხო? აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე აი ამ საქმეს ეხება და აი ამ ადამიანებს ეხება, აბსოლუტურად ეთანხმება ბრალდების ყველა უფრო მეტსაც კი იძახის ვიდრე ბრალდება ამბობს თავად, ხო? ესეც ხო კითხვის ნიშანია. მე დაახლოებით იგივე მინდოდა მეკითხა რა შენთვის და ოღონდ აი ცოტა სხვა კუთხით, რასაც შენ ამბობ, ვორმაკ სტანდარტთან დაკავშირებით. კითხვებს საჩენს. ისინი ვინ არიან ეს TV პირველები, ეს ხო გასაგებია, მაგრამ აი იმ ხალხზე არ ვიცი რა უნდა ვიფიქრო და რა შტაბეჭდილება დამჩეს, ვინც აი აქ მაყურებლის როლში დგას ამ შემთხვევაში. და აი ყველა სხვა საქმეში არენდობა TV პირველს და იძახის რომ ეგ არიან რავი deep state-ის აგენტები და რაღაცა ამ ქვეყნის ომში ჩართვის მსურველები და ასე შემდეგ, მაგრამ აი კონკრეტულად თუ საქმე შეეხება ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ ბრალდებებს, აქ ამ შემთხვევაში ამ ტელევიზიის რესპონდენტებიც ხდებიან, ტაშსაც უკრავენ და რავი ერთად ტანდემში მუშაობენ, მაგრამ აი ყველა სხვა შემთხვევაში TV პირველი აი ეს ამ ხალხზე რა ვიფიქრო ეს არის TV პირველები ძალიან გასაგებია ჩემი აზრით კარგს ნამდვილად ვაფერს ვიფიქრო უბრალოდ ერთი რაღაცა არის ხო აქ ძალიან ძიმე საქმესთან გვაქვს იმიტომ რომ ეს გარდა იმისა რომ რაღაცა პოლიტიკური ასე ვთქვათ ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი უკვე პოლიტიკის ნაწილია და რაღაცა პოლიტიკურ დაპირისპირებას გავს გარდა ამისა ეს არის ოჯახური ტრაგედიები ხო ანუ აი ოჯახების უკან იქ დაუშვათ იქ გარდაცვლილი მოკლული ჯანგველაძის ოჯახის მიმართ ლევან ჯანგველაძის ოჯახის ტრაგედია არის აქ არის უდანაშაულო დაჭერილი დაუშვათ იგივე გიორგი და დავით მიქაძეების ოჯახის ტრაგედია და იგივე ოთარ ფარცხალაძის და სხვების რა ვინც აი ამ საქმეში ესე რაღაცა ვიღაცის სრულებიდან გამომდინარე უდანაშაულო ადამიანებს ცდილობენ რომ რაღაცა ცილი დასწამონ და სწორად რეპუტაციული ზიანი მიაყენონ როგორც მინიმუმ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ობიექტურ განაჩენს გამოიტანს და დაუშვათ გამართლდებიან ეს ადამიანები რეპუტაციული ზიანი მაინც რჩება ხო აქედან გამომდინარე ხო ანუ ეს არის არაფერი თქვა წნეხზე რასაც ეხლა გადიან მისი ოჯახის წევრები ეს ხო ტრაგედია ამის ხმა მინდა ზუსტად დაიყურეთ ამის მიღმა ეს არის ტრაგედია და ვინც აი ამ საქმეში მონაწილეობს თავის რაღაცა ჟურნალისტური საქმიანობით თუ მონაწილეობს რაღაცა ცრუ ჩვენებების მიცემით და სხვადასხვა ტელევიზიებში სიარულით ხო აი ახლა ამ ადამიანებზე რა შეიძლება ითქვას ეს ადამიანები ემსახურებიან რაღაცა დიდ ბოროტ ინტერესს ბოროტ ადამიანებს რომლებსაც სურთ რომ უბრალოდ აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მე ცოტა მოგვიანებით და გადაცემის ბოლოსკენ მე ასე ვიტყვი და ასეთი ინტერესი მაქვს რომ ცოტა უფრო სიღრმეებში ჩავიდეთ და ნახოთ რა ინტერესი შეიძლება ამის უკან იდგეს ხო ანუ ეს ამხელა საქმეების წამოწევა რაღაცა ამხელა ბრალდებების ასე ვთქვათ წამოსროლა და ვიღაცების პოვნა სადღაც 20 წლის წინ რო სადღაც რაღაცას ანუ აი ხო ხტები რასთან რას ვხედავთ ეხლა და რასთან აი ესე მონდომები დაუშვათ რომ პროკურატურა ან საგამოძიებო სამსახურებს თავის დროზე ემუშავა და ის დაპირება ესრულებინათ რასაც დაგვირდნენ რომ ნაცებს აგზალავთ და დაუშვათ დამნაშავეებს დავჯით და სამართლიანობას აღვადგენთო ხო თავის დროზე ესე რომ ეკეთებინათ დღეს ალბათ დაუშვათ არც ტელევიზიის ხსენება იქნებოდა და არც იმ ადამიანების რომლებიც ამ საქმის უკანაც დგანან როგორ ჩანს ხო სხვა შორის მეორე მონაკვეთიც გვინდა ამ გადაცემიდან კიდე ერთ პატარა მონაკვეთი გავუშვათ საერთოდ მაყურებელს ურჩევდი რომ ნახოს მთლიანად ეს გადაცემაც და თავად ვედარჩება შტაბეჭდილება ოღონდ აი ამ შემთხვევაში რა არის საინტერესო რომ საჭირო არის ალბათ მათ შორის ჩვენ გადაცემასაც პირველ რიგში ჩვენ გადაცემაზე ვიტყვი მაგრამ სხვა გადაცემებსაც მაყურებელმა უყუროს კრიტიკული თვალით ანუ აქ არ არის ის რომ რასაც გაწვდიან ესე პირდაპირ არ უნდა მიიღო აუცილებლად საკუთარი გონება იმიტომ აქვს ადამიანს რომ გაანალიზა და შენ თვითონვე დაინახავ და შენ თვითონვე დაიჭერ მე ისეთ მომენტებს რომ გაგიკვირდება უბრალოდ რომ ეს ყველაფერი თუ მართლა სიმართლეა მაშინ აი ესეთი მომენტები რატო ეპარებათ და აი ესეთი ერთი პატარა ეპიზოდი არის კი ბატონო ნახოთ ეს ეპიზოდი და მე უბრალოდ კიდე ერთხელ დავამატებ ჩვენი სტუდენტთა მაყურებლისთვისაც კიდე ერთხელ ვამბობ ჩვენი ზუსტად ჩვენ გუში ღამე გავიდა ეს სიუჟეტი კონკრეტულად ქალბატონ თეადეიშვილის სიუჟეტი აქ არ არის საუბარი მთელ TV პირველზე და ვინმეს არ ეგონოს რომ ან
რომელიმე მთელ TV პირველზე ან თქვათ იგივე მთავარი თუ რა ვიცი რა ტელევიზიებიც არიან ფორმულა ან თქვა ძირითადად ის ტელევიზიები რომლებიც კარგად ვიცით ვისი იყო რასაკეთებდნენ თავის დროზე როცა მიშა სააკაშვილი იყო და ასე შემდეგ ეს მაგალითი ამიტომ არ მოვყავს უბრალოდ ჩვენ აი გუში ღამის მერე დილიდან უბრალოდ როცა შევიკრიბეთ როცა მოვედით სტუდიაში და ტელევიზიაში როცა მოვედით და შევიკრიბეთ აი დავიწყეთ სათითაოდ გაშიფრვა თუ რა ხდებოდა. აქ აი ცოტა მაგხსენა რომ ანალიზისკენ ბოლოსკენ ამის ანალიზს გავაკეთებ პოლიტიკური ნაწილი რა არის ამისი და რა თქმა უნდა აქაც ეს იქნება ჩვენი მსჯელობის საგანი და არა აპრიორში რომ გინდა თუ არა ეს არის მაგრამ ყველაზე მთავარი იცი რა რიო ჩვენ ხომ აუწყებლობთ პირდაპირ ეთერში ერთ ტელევიზიაზე თავისუფალ არხზე. ანუ ჩვენი პასუხისმგებლობა მორალური, ზნეობრივი ამ ყველაფრის გარდა ჩვენი პასუხისმგებლობა ასევე არის როგორ არა მხოლოდ იმ პროფესიასთან, რომელ პროფესიას ტელეწამყვანობა და ჟურნალისტობას ხარ, არამედ იმ ტელევიზიასთანაც გვარჩევ ვალდებული, იმიტომ რომ მას ყავს აუდიტორია და უყურებს ანუ ჩვენ პირდაპირ ეთერში ინფორმაციას ვაჟღერებთ. ანუ ამაზე ინფორმაციის მიწოდება რას ნიშნავს? ანუ რა არის ნეიროლინგვისტიკა საერთოდ. და ვინც ამით დაინტერესებულია და ჟურნალისტიკაში ეს ისწავლება სხვათა შორის. სამწუხაროდ ბოლოს აღარ იყო ეს დარგი მოისპო, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ჟურნალისტებისთვის. ჩვენი ამ ნათქვამით შეცდომა რომ დაუშვათ, რაიმე არაობიექტური იყოს, გადამოწმებული არ იყოს და ვინმე ზიანი მივახენოთ, საშიშროება უფრო მეტია, ალბათობა მეტია, რადგან ჩვენ პირდაპირ ეთერში ვარ და მსმენელი და მაყურებელი, რომელიც ამას ისმენს, რომელსაც სხვა ინფორმაცია არ აქვს და არც აქვს პასუხისმგებლობა რომ წავიდეს, კაი გადაამოწმოს და შემდეგ მიიღოს რეაგირება. ჩვენ ზუსტად ვიცით რა არის პასუხისმგებლობა და ჩვენც ახლა ვაუწყებლობთ პირდაპირ ეთერში ტელევიზიაში. სოციალურ ქსელს რო თავი დავანებოთ. სწორედ აქედან გამომდინარე, დავჯექით ძალიან დინჯად, მშვიდად, მაქსიმალურად შევეცადეთ რომ გამოგვეყო ესენი და თქვენთან ერთად. აი, ირაზე ჩვენ ვიმსჯელეთ და თქვენთან ერთად გვინდა შევაფასოთ. თუ ვცდებით, მაშინ გვითხარით. აი, სწორედ ამაზე არის. აქედან გამომდინარე და ჩვენთვის უპირატესი არის საზოგადოებისთვის, მაყურებლისთვის. მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ამა თუ იმ პიროვნებასთან, ბრალდებული იქნება ეს თუ ბრალდებელი და ასე შემდეგ, ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ გავლენა და უარყოფითი გავლენა არ იქონიოს იმ ადამიანზე, რომელიც სრულიად დაუცველია ხა და პირველად წყარო ჩვენ ინფორმაციას მიიღებს. გუშინ ღამის 10:00-ნახევრიდან საზოგადოების უმეტეს ნაწილს თავი პირველად საკმაოდ დიდი აუდიტორია ხავს. ქალბატონი თეადეიშვილიდან იღებდა ისმენდა ერთი ყველაზე მთავარი სრულიად გადაუმოწმებელ უარგუმენტო ყოველგვარ რაღაც დამტკიცებულ და გადამოწმებული ვინმე წყაროს დასახელებით კი არა ტყუილს და მეორე ყველაზე მთავარი ეს იყო სიძულვილის ენა და აქ იყო მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივი და როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ იმ ადამიანებზე კი არა ვისაც ბრალი აქვს იმ ადამიანებზე კი არა ვინც ამჟამად ციხეშია სრულიად ასეთი გამოგონილია ასეთი საშინელი პროპაგანდი და ჭორობის გამო ვინც ამჟამად სასჯელს იღებს არამედ მათი ოჯახის წევრებზე რომლებსაც ყავთ ოჯახის წევრები მამები დედები შვილები რომელთა სოციუმი საკმაოდ ისეთია და თავიანთი სოციალური სტატუსი საკმაოდ მყარია და თავისი ღირსება გააჩნიათ ამაზე არ ფიქრობენ და არავინ არის ის ამ ადამიანებს რომ მოვიდეთ და ყველაფერს თავი დავანებოთ რომ იმის ფონზე რომ 70-80 წელს მიტარებულმა მამებმა ამ ადამიანების რომ სხვა გადაწყვეტილება ვერ მიიღონ და ვერ მოტოკონ ნერვები და რაღაცა საშინელება ჩაიდინონ ამაზე ხო პასუხისმგებელი უნდა გახდეს პირველად ის წყარო ვის ამ ინფორმაციას აწვდის და ბოლოს სასამართლოს რო არ ველოდებით ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებას რო არ ველოდებით ჩვენ მოსამართლის გადაწყვეტილებას რო არ ველოდებით ჩვენ სადაც დაზარალებული მხარეც იღებს მონაწილეობას არც დაზარალებულზე ფიქრობდა ქალბატონი თეადეიშვილი თუ მას ეს უნდოდა და მით უმეტეს ხო არ ფიქრობდა და საერთოდ არ აინტერესებს რა არის სინამდვილე აქ აი ხა ვნახოთ ეს სიუჟეტი დაზარალებულის ნაწილზე რა ჩვენ თქვი სრულიად მინდა ისედაც ვიზიარებ, მაგრამ განსაკუთრებით ამაზე გავამახვილო ყურადღება, ვინმეს არ ეგონოს აქ და მათ შორის პირველ რიგში ალბათ დაზარალებული მხარეს და ამ ოჯახს რო ეს არის რაღაც მათი ინტერესებისთვის რამე კეთდება და აი ამის საილუსტრაციოდ მინდა გავუშვა ერთი მონაკვეთი თეა ადეიშვილის აი ამ გადაცემიდან და მისი მონოლოგიდან
სადაც აი იმდენად დააბრმავდა ეთყობა ეს ხალხი, იმდენად დააბრმავა აი ამ რაღაც სრულიად საერთოდ ახალი ვერსია ვიღაცაზე დაყრდნობით, რომელიღაც სააგენტოზე დაყრდნობით. სრულიად ახალ ვერსიას გვთავაზობს ისეთი ფორმით, რაც არა მხოლოდ აი ამ საქმეში ბრალდებულ ადამიანებს შეეხებათ ეს ყველაფერი და მათ ცხებს მხოლოდ ჭირკს, არა, მათ შორის გარდაცვლილ ადამიანსაც, ვინც აი ამ ტრაგიკულ შემთხვევაში შეეწირა, მასაც რამხელა ჭირკს ცხებენ ამ ყველაფრით, აი ამაზე როგორც ჩანს არ უფიქრი არც TV პირველს და არც ქალბატონ თეა ადეიშვილს, თუ შეიძლება გაუშვათ ეს მონაკვეთი. პოლიტიკის და კრიმინალის თანხwebdriver ჯანგველაძის მკვლელობაში იმდენად აშკარა იყო, რომ გამოცემა თბილისური კრიმინალური საგით დაინტერესდა. ირკვევა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობით ნარკოტრაფიკისა და კონტრაბანდის მფარველობა მთლიანად გადავიდა ოთარ ფარცხალაძის ხელში, რაც წელიწადში მინიმუმ 300 მილიონი ევროს შემოსავალი იყო. ივანიშვილი ფარცხალაძის სინდიკატისთვის ეს ყველაფერი შემოსავალი იყო და ახლა კობახიძემ დინარაძის ხელში უნდა გადავიდეს. მოისმინა მაყურებელმა, ანუ რატო თქვი ეს რომ იმდენად დაბრმავდნენ მეთქი ამ სიძულვილით და იმდენად აი მოტივირებულები არიან რომ რაც შეიძლება მეტი ვერსია გააჟღერონ. საერთოდ ეს არის ერთ-ერთი ტექნიკა, ხო? აი ამ ინფორმაციული ქაოსის შექმნა, როდესაც ერთი და იგივე ჟურნალისტი ერთი და იგივე გადაცემაში 5, 6, 7 შეიძლება სხვადასხვა ვერსია გააჟღეროს. რატო? იმიტომ რომ მაყურებელი, რომელიც შეიძლება არ არის ჩახედული აი ესე ყველა ნიუანსში, მას შეექმნას რაღაც ესეთი ქაოტური წარმოდგენა, საბოლოოდ დაიჯეროს რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავე, ოღონდ რო კითხო მე აი კონკრეტულად რაში გგონია რომ დამნაშავეა, ვერ გიპასუხებს. მაგრამ ნუ ზოგადი შთაბეჭდილება ასეთი უნდა დარჩეს და ამ დროს ეპარებათ ხოლმე ზუსტად ესეთი მონაცემები. რა გამოდის ახლა ქალბატონი თეა ადეიშვილის საუბრიდან, რომ ლევან ჯანგველაძე საერთოდ სრულიად ახალი მოტივი გააჩინა. სრულიად ახალი მოტივი. ბრალდებასაც რო არ მოსულია. ჩვენ აქამდე ვისმენდით და რავი, ასე ვიცით ყველამ რომ ლევან ჯანგველაძე ეს იყო ბიზნესმენი, გავლენიანი ბიზნესმენი, რომელსაც საქართველოში არ ქონია სხვა შორის ბიზნეს ინტერესები, ის რუსეთში მოღვაწეობდა, იქ ქონდა ძირითადად ბიზნეს საქმიანობა, ხოლო საქართველოს ჩამოდიოდა ხოლმე სტუმრად, მისი სამშობლო იყო რა თქმა უნდა და ქონდა აი აქ კომუნიკაცია, რასაც ეხლა ქალბატონი თეა ადეიშვილი ამბობს, რომ თურმე ფარცხალაძემ იმიტომ შეუკვეთა ჯანგველაძის, იმიტომ დააორგანიზა ჯანგველაძის მკვლელობა, რომ აქ საუბარი იყო 300 მილიონი ევროს ნარკოტრაფიკზე და სიგარეტის კონტრაბანდაზე. ეს გავლენები უნდა გადაებარებინა თუ ანუ რა გამოდის რომ თურმე ლევან ჯანგველაძეს ამ შემთხვევაში TV პირველი პირდაპირ სხებს ჭირკს, რომ ის საქართველოში მფარველობდა 300 მილიონი ევროს, მინიმუმ 300 მილიონი ევროს უკანონო ბიზნეს და თარა ბიზნეს. ნარკოტრაფიკით ვაჭრობაში ყოფილა ეს ადამიანი ჩართული. ეს არის ის, რასაც ამბობს ამ შემთხვევაში TV პირველი, ბუნებრივია. ჩვენ ვართ პირველ რიგში. რომელიღაცა რაღაცა სააგენტოზე დაყრდნობით, რომელიც რუსულენოვანი სააგენტოა, ოღონ უცხოეთში. ნუ ხო, მაგას აჟღერებს. აი ამას აჟღერებს ეს ჩვენ ვართ პირველ რიგში ეს ადამიანები, ამას ხაზი მინდა გავუსვა, ვისაც აი ასეთი აბსურდების არ ჯერა და ზუსტად ამას უპირისპირდებით, რომ როდესაც ესეთ რაღაცა ბრალდებას აჟღერებ, ამ ყველაფერს კონკრეტული მტკიცებულება თუ არ მოყვება, ეს არის ჭორაობა. მეტი არაფერი არ არის ეს ჭორაობა, მაგრამ ამ ჭორაობის გამოზის ხალხი ციხეში და აი თქვენი ყურით მოისმინეთ რა ჭორაობს ამ შემთხვევაში. ეს ხო არ არის ხა მხოლოდ ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ ნათქვამი ფრაზები, ეს პირველ რიგში არის დაზარალებული დაღუპულის წინააღმდეგ ნათქვამი ფრაზა, რომ თურმე ის საქართველოში მფარველობდა 300 მილიონიან ნარკოტრაფიკს. და ფარცხალაძეს იმიტომ დაუორგანიზებია, რომ ახლა თვითონ უნდა რომ ეს ნარკოტრაფიკი გადაიბაროს იქიდან მოსკოვიდან. თენგო, ერთი რამე უნდა ვთქვა და აქაც ობიექტურობა მოითხოვს შენიციდან, ნუ საზოგადოებამ ვინც გვიყურებს და ესმის ჩვენ ვაშუქებთ ამ პროცესებს და მე პირადად ვესწრები, როგორც ერთი რიგითი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ამ პროცესს. და რატო მინდა ხაზი გაუსვა და ვთქვა, რომ პირველ რიგში ეს არის პირველ რიგში თუ ამაზე რეაქცია უნდა ქონოდა და უნდა ქონდეს რეაქცია სამართლებრივად რომ უნდა ჩაერთონ ამ საკითხში, ეს არის ოჯახის წევრები. მე იქ ვხედავ მართლა ამ ტრაგედიის შედეგად ქალბატონებს, შავოსან დედებს და ასე შემდეგ. და სხვათა შორის ის რომ დღეს აი დაემატა მორიგი ესეთი საშინელი რაღაცა ცილისწამებლური კამპანია. ეს ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს კი არ ეხება მარტო, ვისაც იმ ბრალსაც ვერ უმტკიცებენ, ჯერ რომელი ბრალითაც სულად უდანაშაულოდ არიან ციხეში და ეხლა ახალი ვერსიები გამოიგეს. ეს ხო პირველ რიგში არის შეურაცხმყოფელი იმ ოჯახის მიმართ, რომლებიც იცი რატო დადიან იმ პროცესზე? ბევრი რაღაცა მოხდა იქ და დაპირისპირებები და საოცრებები და მოსამართლე თავიდან ბოლომდე ითხოვს, რომ
თუ პროცესზე იქნება რაიმე ხელისშემშლელი ეს იქნება ორივე მხარესთვის ცუდი და საერთოდ ეს არის მესამე მხარე საზოგადოება ვისაც იქნება ცუდი იმიტომ რომ სიმართლეს ვერ გაიგებს ვერავინ არ მოხდება მაშინ აქ ობიექტური განაჩენის გამოტანა ძნელი იქნება მოსამართლე ამას ამბობს და მოუწევს სასამართლო პროცესის დახურვა მაგრამ აქ ხო ჩვენ საუბრობთ რომ ეს ადამიანები აი ეს ქალბატონი ამას რო ამბობს მორიგ ამას აჟღერებს და შემდეგ ეს აიტაცა ყველა სოციალურ ქსელში ანუ ერთი ვერსია არის რომ ეს კაცი ბიზნესმენი იყო მეორე ვერსია ქონდა და სუთავიდან ქონათ რომ კანონიერი ქურდიზმა იყო მესამე ვერსია არის რომ თურმე 5 მილიონი თუ რაღაცა აიღეს მეოთხე მოხდა ვერსია და საბოლოო სრული სიგიჟე არის რა რომ ამას ამბობენ კაცზე თან ამის წინ ლევან ჯანგოლაძე აი თუ ნახავს სიუჟეტს მოსახლეობა ხო ლევან ჯანგოლაძე ასევე დაასახელეს ბიძინევენიშვილთან დაახლოებულ პირად რომელიც თურმე მოსკოვში კრემლში უყურებდა საქმეს მე უბრალოდ კითხვა მინდა დავსვა მე რაც მსმენია სასამართლო პროცესზე თუნდაც ამ კაცზე ლევან ჯანგოლაძეს გარდაცვლზე და განსაკუთრებით და ხედავ და უყურებ მართლა იმ ოჯახის წევრები ვინც იქ მოდიან მისი დიშვილები ძმის არ ვიცი ვინც იქ არიან და იგივე თქვა მეგობრები რომ ვინც ოჯახის წევრები ვინც ეწრებიან მე და ასევე რაც მსმენია რა ვიცი პირველი რეაქცია უნდა ქონეთ აი ასეთ სიბინძურეზე პირველი რეაქცია უნდა ქონდეს დაზარალებულ მხარეს მე თუ მკითხავ ვიდრე თქვა და რა რეაქცია ექნება და როგორ კომენტარებს გააკეთებენ და ამას აუცილებლად მოყვება რეაქცია უფლებადამცველების მხრიდან იგივე თქვა ოთარ ფარცხალაძე იქნება თუ ოჯახის წევრების მხრიდან მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო იმიტომ რომ ჩვენ მე არ მინდა წინასწარ გავაჩიკოთ ის ფაქტი რა ჯერ არ მომხდარა მაგრამ ზუსტად ვიცი ექნება მაშინ არ ვიცი უბრალოდ კითხვას ვსვავ ჩამოყალიბდეს ეს ხალხი და თუ ბრალდებელია და ვიცით რომ სახელმწიფოს ყავს ბრალდებელი და არსებობს პროკურატურა და არსებობს მედია და არსებობს ჟურნალისტები თუ ეს ერთი და იგივე გახდა სამწუხაროდ ეს მე არ ვიცი რომ ეს ყოველად მიუღებელია აი სწორედაც ის ქვეყანაა და ამით სოდა სხვა ხალხსაც ხო არ ცხება ისეთი რამ რაც მე ჩვენ საშუალებას უკვე სხვა გზა არ აქვს ჩვენ მაშინ პოლიტიკურ ნაწილში უნდა გადავიტანოთ ეს ყველაფერი ვის მოუტანს ეს კარგს ვის მოუტანს ეს კარგს აქ მარტო ლევან ჯანგველაძის ეს ტრაგედია და იმის ეგრეთ წოდებული ჩამდენების პრობლემა კი არ არის ამაზე კი არა საუბარი ჩვენ ხო სამართლებრივ სახელმწიფოში გვინდა ვიცხოვროთ ჩვენ ხო გამოვიარეთ ის რაც გამოვიარეთ ჩვენ ხო ეს ყველაფერი გვესმის და ყველა მეორე სიტყვაში ბიზნესმენიშვილს აკავშირებენ ისევ ამ კაცს მე ვამბობ ამ მედიის წარმომადგენლებს ვინმეს არ ეკონოს რომ ვინმე წელს კი არ უწევენ კაცო თვითონ ამ სიუჟეტებში ამბობს ამ ქალმა თქვა სიუჟეტში რომ ჯერ იყო ბიზნესმენიშვილის დაახლოებულ პირი კრემლში და იქ მე რაღაცა რომ მოხდა იმიტომ რომ ოთარ ფარცხალაძეს პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა საკმაოდ ისე და თვითონ აღიარებენ და სწორი იყო ის საქართველოს რუსულ ურთიერთობებში რაც გადადგა ოთარ ფარცხალაძემ ამის გამო რომ ადამიანს თუ ამას უგონებენ ვისთან მიდის ეს ვის ეცხება საბოლოო ჯამში ვისი სახელი იხსენება აქ პოლიტიკურ ნაწილში ვიზი არის ლაპარაკი ჩვენ ხო სხვა ჩვენ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვილაპარაკოთ ესე თორე ვიზე გადადის სამართლებრივ სახელმწიფოს ავაშენებ ერთ რაღაცას ვიტყვი თუნდაც იგივე თქო რატო ვამბობ ამაზე რატო გამოვყავი მე სრულიად არ მაქვს სურვილი და არც მინდა სურვილი რომ იმიტომ კი არა მხოლოდ რომ ამ ოჯახების ახლობლები ვარ და ახლობელი ვარ პირადად მე და ზუსტად ვიცი და მართლა ობიექტურ სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ეს სიმართლე გადაწყვიტოს და თქვას და თავიდან ბოლომდე სხვა გზა არ მაქვს უნდა მივენდო იმ სასამართლოს რომელიც არის და ტარდება მეორე სამართლებრივი კუთხით როცა ტელევიზიით რამეს ვაშუქებ ჩვენ ხო არ გვიხსენებია ვერავინ ვერ იტყვით ჩემზე ყველა მიცნობს კარგად მეორე მხარეც მიცნობს კარგად და როცა მოდიან იქა და არიან გულშემატკივრები და რა ვქნათ ესეთია თბილისი და საერთო მართლა შეიძლება ბევრს მეგობარი უყავდეს და მეც ბევრი რამე სხვა კარგი მსმენია ლევან ჯანგველაძეზე რაც იქ უთქვამთ როგორი იყო პატრიოტი ასერთედე მაგრამ ამ ნაწილზე მე შემიძლია ვკითხო რომ ესეთი რაღაცების მოსმენა დაზარალებულ ოჯახს როგორ შეუძლია რომ ამ ადამიანს ესეთი რამე აპატიონ ნებისმიერ ასეთ ჟურნალისტს ეს ხო არის უარესი შუგლის შაღდება თუ მათ სიმართლის გაგება უნდა და იქ მოსული დედები დები და ოჯახის წევრები სიმართლის გასაგებად დადიან და იმიტომ დაიწყეს სიარული რომ ერთია როცა მკვლელმა აღიარა და ვიცი თვინ არის მკვლელი ვნახეთ ყველა ეს კადრები და ვიცი და თქვა იმ კაცმა მოყვა რაღაცა მაგრამ მეორეა რომ არ ჯერათ იმათ ბოლომდე რომ შეიძლება ესე არ გაემწარებინა კაცო ლევან ჯანგველაძეს უძილაური და რაღაცა შეკითხები აქვს ამის გასარკვევად მოდიან და ამას როცა ვისმენთ
ჩვენ როგორ გავიგებთ? ანუ როგორ მოხდება? აი ვერ გავიგე და ყველაზე მთავარი, სააკაშვილის პირობების დროს და არაერთხელ ვიყავი დაკავებული შენ კარგად იცი. მარაფერს არ ვამბობ. იგივე ბატონ ბიძინავანიშვილს ვეუბნები. იგივე მაშინდელ და დღევანდელ სუსის იმ სამსახურის უფროსებს პირდაპირ მივმართავ აქედან, ვისაც ხელეწიფებად ამოიღონ მასალები, რა ხდებოდა ჩემზე ციხეში. ჯვარედინი დაკითხვები და ასე შემდეგ. რას მაიძულებდე რომ მეთქვა? რას მაიძულებდე რომ მეთქვა? ვისთან კავშირები, რა სიბინძურები უნდათ? რო გვეთქვა ჩვენ, რის საფუძველზე გავდიოდით ამ წამებებს და მილიონ რაღაცას და რატო იკეტებოდა მერაბჭიქაშვილის კამერაში წყალი, რატო იკეტებოდა ჩემი მხრიდან, რატო ეკეტებოდა ყველა პატიმრებს, რომ რისი ის უნდათ? ზეწოლა მოეხდინა სხვა პატიმრებზე ფსიქოლოგიური, რომ თელ ციხეს ჩემზე ქონოდა, ასე ვთქვათ, აგრესია, რომ ბიჭო, რაღაცებს ნუშვები, ნუშიმშო, ასე შემდეგ. სადაც სხვა შორის დავით ფაცაციაც იჯდა. დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ჩემი მეგობრის თანამებრძოლიც იჯდა იქ დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ესა სიძე ამას რატო ვამბობ? რას გავდიოდით მაშინ ჩვენ? ამოიღონ და ნახონ კადრები. იგივე გვინდა დაბრუნდეს? იგივეს ვაკეთებ ჩვენ რომ აი ესეთი ინფორმაცია რომ წამების ფონზე და იმაზე ამოიღონ, აი ესე ჯერ უდანაშაულოდ ვიჭექი და მე კიდე რაღაცებს თხოვ. ეს არ არის ზეწოლა და ფსიქოლოგიური ტერორი შიგნით იმ პატიმრებზე? და იმ პატიმარზე, გარეთ ოჯახის წევრებზე 80 წლის კაცს პენსიას რო დაუხადაღებდა 2012 წელს შეძენილ სახლს. და არ ვიცი მე შვილის შიშმოპირის პენსიას და ასე შემდეგ. ეს არ არის ზეწოლა და მინდა უბრალოდ მივმართო და უთხრა რომ ძალიან გთხოვთ ნახეთ მე თუ რამეს ვიკონებ ის კადრები ნახეთ რომელიც მე ვერ ავიღე. სტრასბურგში მოვიგე გადაწყვეტილება მოვიგე დაევალა გამოძიება მაგრამ მე რო ვთხოვ ამ კადრებს არ მაძლევენ თვითონ ამოიღონ და ნახონ. სხვა რა უნდოდა ჩემგან და სადაც მაგდობა ხმეს არ გავტყდით. თან ვინ აკეთებს მე რა ამას? და ამას ეხა ვინ აკეთებს? ხო წარბა ისა რომ ისევ იგივე ხალხი აკეთებს ხო ისევ იგივე მაშინაც ეგ იყო აი ეს მახინჯი მედია სისტემა რომელიც ამის სამსახურში იდგა და პიროვნულადაც ბევრი იგივე ადამიანი ხო ეს ნოდარ მელაძე ძიდან კი არის ჩამოვარდა მაშინაც ნოდარ მელაძე იყო და დღესაც ნოდარ მელაძე არის და იგივე ხალხის ხელში დააბრუნეს აი ეს მართლმსაჯულება დააბრუნეს იგივე ადამიანების ხელში ვინც მაშინ ამ ყველაფერს ხო და დღესაც იგივე ხალხი გინდა არ გვინა გვიწევს პოლიტიკურ ნაწილში გავიტანოთ ეხლა რას ნიშნავს ეს მაინტერესებდა ცოტნე ამ ყველაფერს აქ ორი მიმართულება ხო თუ შევხედავთ უკვე ამ ყველაფერს და მე მგონი მაყურებელსაც ამაში ეჭვი არ პარებო ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი პროცესი და ამ ყველაფერში რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ალბათ სამართლებრივზე მეტად მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური ნაწილი ამაში ყველა ვწმუნდებით იმიტომ რომ თუ ვინმე სამართალი აინტერესებს და სამართლებრივად როგორ ხდება მაშინ ნუ აი სასამართლო პროცესებს უნდა შევხედოთ და იქ მიმდინარე პროცესებს უნდა შევხედოთ რაც ცალსახად არ არის ბრალდების მხარისთვის მომგებიანი პოზიცია ეს ნამდვილად არის პოლიტიკური პროცესი მაგრამ პოლიტიკური პროცესი შეგვიძლია პირობითად დავყოთ ორ ნაწილად ეს არის შიდა პოლიტიკური პროცესი ეს არის გარე პოლიტიკური პროცესი, რაც საქართველოს ტიპის ქვეყნებში მიმულია ხოლმე როგორც წესი ერთმანეთს. მოდი აი პირველ რიგში შიდა პროცესები რომ მიმოვიხილოთ, რა გავლენა აქვს ამ საქმეს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, გულისხმობ რას აი ესეთ ღია წილისმწამებლურ ბრალდებებს ადამიანთა რაღაც კონკრეტული ჯგუფის მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ მათ შორის ხელისუფლების თანამდებობის პირები იყვნენ, ან ნუ ხელისუფლებასთან ასე თუ ისე რაღაც ფორმით დაახლოებული მხარდამჭერები იყვნენ თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს, როდესაც აი კონკრეტულად მაგალითად ოთარ ფარცხალაძის მიმართ ისმის ასეთი ტიპის ბრალდებები და არ ვიცი ბოლო 10 წლის განმავლობაში ვისაც ფეხი გადაბრუნებია ამ ქვეყანაში, თურმე ოთარ ფარცხალაძის ბრალია ყველაფერი. მართლა გულხუმრობდით და არ გამიკვირდება რომ აი რომელიღაცა პოლიციელი მოწმე რო გამოჩნდეს ეხა ხვალზეგან რომელიმე ნასეთკამი რომ ჩართოს ლაივი და თქვას რომ ვინეს როლა აბა იღლიაში ის არის ვახტანგ გორგასალს მოწამლული ის არის ფარცხალაძე მესროლა და ამტკიცოს მე ფარცხალაძე მე 6 საუკუნეში ვარ უცხოვრი აი ამ დონემდე არის ხო ყველაფერი ამ ადამიანს ბრალდება რასაც ვისმენთ ეს მხოლოდ ამ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული კამპანია არის სინამდვილეში აქ მე მახსენდება ეხა იგივე TV პირველი სიუჟეტშიც იყო გაშვებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის კომენტარები იგივე ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებაში სადაც არ ვიცი ეს ადამიანი გადაფარებული არის იმ გაგებით რომ ის ამბობს პირდაპირ საკმაოდ ობიექტურად იცავს კი რომ არაფერი ამ ადამიანს დანაშაული არაა გამოსაძიებელიც არ აქვს და თვითონ ამბობს ბიძინა ივანიშვილი რომ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატობას მე არ დავიწყებ იმიტომ რომ არც ჭირდება ამ ადამიანს ჩემი ადვოკატობაო და დღეს საუბარი არის რომ სწორედ აი იმ პერიოდში ეს ადამიანი თურმე აკეთებდა არ ვიცი ყველაფერს დადი
მიდიოდა ესე და ხოცავდა ქუჩაში ყველა ადამიანს ვინ შეხვდებოდა და რა გამოდის მაშინ რომ ბიძინა ივანიშვილი ეფარებოდა ამ ადამიანს აი მას არ რისი თქმა მინდა ხო ხვდები დღევანდელი აი ეს პროცესები ჩირქს ხებს მხოლოდ ოთარ ფარცხალაძეს და აქ არანაირი სხვა გავლენები არ ჩანს კი ბატონო რა თქმა უნდა კეთახები და ფაქტია და ამაზე უკვე რა ვიცი ხო ვისთანაც კი ვისაუბრია დაუშვათ ვისაც პოლიტიკა აინტერესებს ირგვლივ სამეგობროს თანაცნობოში ყველას შრომს იგივე კითხვას და ყველას ასე ვთქვათ მოახერხა ქართული ოცნების დღევანდელმა ლიდერშიპმა რომ აი ეს რაღაცა ჭია ეჭვის ჭია კითხვები გაუჩინა ძალიან დიდ ნაწილს საზოგადოებისა რომ როგორ ესე იგი ეს ყველაფერი ამდენი ხნის განმავლობაში ხდებოდა ხო რამხელა ბოროტებაზეა საუბარი ხო ეხლა ჩვენ რასაც ვისმენთ დაუშვათ იგივე ოთარ ფარცხალაძის და სხვების კიდევ იქ ამ საქმეებში ვინც გაყავთ ამათ ხო რასაც ისინი საუბრობენ რა საქმეებსაც ისინი ცდილობენ რომ რაღაცა დააკავშირონ ადამიანებთან აი ამას ეს რომ წარმოიდგინო და ამაზე რომ დაფიქრდე ხო აი რამხელა ბოროტებაზეა საუბარი ისეთი წილიწამებებია და ისეთ რაღაცებზე არის საუბარი და ყურადღება გამახვილებული რომ არ ვიცი ხორჩესმული ეშმაკი თუ იზამდა ალბათ მსგავს რაღაცას თუ ჩაიდენ და რაზეც ახლა არის საუბარი ხო აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა და ეს კითხვები და მათ მოახერხეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს კითხვები გააჩინეს საზოგადოებაში რომ ნუ თუ ეს ხდებოდა დაუშვათ ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან რანაირად ხო ანუ თუნდაც რომ ზურგს უკან ხდებოდა დაუშვათ ხო ეს არათავისუფლება ქართული ოცნების დღევანდელ მთავრობას არათავისუფლებას პასუხისმგებლობიდან იმიტომ რომ ვიცით რომ ეხლა ესენი გუშინ და გუშინ წინ არ მოსულა ქართულ ოცნებაში და როდესაც რა პერიოდზეც არის საუბარი ხო დაუშვათ აი ამ საქმეში ბევრი მაგარი პარლამენტის თავმჯდომარე იყო ზოგი უმრავლესობის ლიდერი იყო ქართული ოცნების ხო და მაშინ გვახსოვს რომ როდესაც დაუშვათ იგივე ეტავე პირველი საუბრობდა ოთარ ფარცხალაძე ძალიან ბევრი მათგანი თავგამოდებით იცავდა ამ კაცს ხო ძალიან მარტივად დგას საკითხი როგორც რიგითი ადამიანი როგორც რიგითი ქართველი როდესაც ამ ყველაფერს უყურებ მე თუ დაუშვებ ჩემს გონებაში რომ შეიძლება სიმართლე იყოს და ეს ამ ქვეყანაში მართლა ხდებოდა ხო მაშინ რა ვიცი მე თუ ამის შინაგანი რწმენა მექნება მე ხვალ ვიდგები რუსთაველის გამზირზე იქ აღარ ექნება მნიშვნელობა იქ ვინ იდგება ჩემს გვერდით იცი რატო იმიტომ რომ აქ საუბარია აი უდიდეს ბოროტებაზე რომელიც ესე ვიღაცა ჩვენ დავიჭირეთ და მოდი ჩვენ მაშინ ამას ვერ ვაკეთებდი და ეხლა ვაკეთებ და ბოდიში და ესე არ უნდა დამთავრდეს ეს სიმართლე აქ დგას მთელი ხელისუფლების საკითხი დგას და მთელი ქართული ოცნების მთელი სისტემა ყოფილა დარჩენი რა თქმა უნდა მართლობაში დარჩენი საკითხი ესე როგორ შეუძლიათ რომ ეხლა რაღაცა 5 წლის წინ ჩვენმა თანამდებობის პირებმა მაღალჩინოსნებმა აქ რასაც თვითონ ყვებიან ხო რომ ქუჩაში ადამიანები ხოცეს ახალგაზრდები გაანადგურეს და ეხლა მე ჩვენ იმას დავიჭერთ და ჩვენ ამაზე არანაირი პასუხისმგებლობა არ გვაქვს მაშინ როცა იმ დროს ის პარლამენტის თავმჯდომარე რო არ გაგექცეს აი მე რა ჩანართისთვის რა ძალიან სწორი არგუმენტი თქვა აქ აი მაგალითად 2011 წელს 2012 წელს რო გამოსულიყო მიხეილ სააკაშვილი და ესეთი რამე თქვა რომ უი დედა თურმე ეს რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში ეხა მე ერთ ორ კაც დავიჭერი იქ მერაბიშვილის უწყებიდან ახალაეს უწყებიდან და ამით ის გათავისუფლებოდა ეხა ჩვენთვის იმ პასუხისმგებლობისგან რაც მაშინ ხდებოდა მეცაც გეტყვი მაპატი მეცაც გეტყვი აი ასეთი ორკესტრირებული შეტევა რაც ახლა ხდება არ ყოფილა ნაცებს და ნიშას არ მოუწყეს თან ხო გახსოვს ხო რამდენი არგუმენტი ადამიანები რომლებიც ფაქტიურად მართლა სისხლიან რეჟიმად გამოცხადებული ყავდათ ლამის გამოაცხადეს და კონსტიტუციურად აკრძალეს მათზე არ იყო ასეთი ორკესტრირებული შეტევა ის რასაც ახლა შევხედავთ აქ ერთი რამე უნდა თქვას აქ მარტო ოთარ ფარცხალაძეზე კი არა საუბარი და აკვირდი რაზეა საუბარი იმ მაღალი თანამდებობის რომლებიც გამოირჩეოდნენ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ და დობის ფაქტორი იყო ლილუაშვილი ღარიბაშვილი ასე შემდეგ მათ წინააღმდეგ გაცმიდის ტელეკამპანია და მეცაც გეტყვით კიდე წარმოიდგინე რა ფრაზას ამბობს რა რწმუნებით კონტექსტში ამბობს კაბატონი თეადეიშვილი ის რასაც ამბობს ამ ბოლო სიუჟეტში რაც ამბობს ის ნარკოტრაფიკი რომელსაც ლევან ჯანგველაძე ხელმძღვანელობდა 300 მილიონი ევრო რო იყო გადაიბარა ივანიშვილმა და კობახიძემო ხალხო ხაზი წარმოიდგინეთ რას ამბობს ივანიშვილმა და კობახიძემ გადაიბარაო და ყველაფერს თავიდან გულწრფელად უსვავ კითხვას ბატონ ბიზნესმენს რომელმაც კიდე ერთხელ ვამბობ
თუ რამე იცის ჩემზე, ან თუ რამე კიდე შეუძლია დარწმუნდეს, გაიგოს, მე იმ დროს თავის დროზე მართლა როგორ ვიბრძოდი თუ არა გუწმენად, ყოველგვარი მისი შეფასებებიც კარგად მახსოვს მე და მეც ვიცი. მე მართლა ვსვავ კითხვას. ეს ვის წინააღმდეგ არის მიმართული? აი ეს კამპანია ვის წინააღმდეგ არის მიმართული? ვის ულახავს იმის? ვიძინა ივანიშვილის მიმართ არის თუ არა? კითხვას ვსვავ. დავანებოთ ყველაფერს თავი. თუ ეს ყველაფერი დამტკიცდა კი არა. აი ეს კამპანია რაც ეხლა მიდის, ვიზი არის მიმართული? მოსახლეობაში ვის უჩნდება საშინელი დამოკიდებულება, იმიტომ რომ უმეტესწილად არ გადაამოწმებს რიგითი მოკვდავი ამას ვერ გადაამოწმებს თენგო. ეს ჩვენ გვაქვს საშუალება და როგორ ვიბძვით ხო ხედავ? ხვალზე რომ დაგხურონ, ამასაც არ გამოვიწყავ მე. მაგრამ ვიზე მიდის ეს? ვის ულახავს რეპუტაციას? ვის წინააღმდეგ არის მიმართული? მაგის სხვა ზუსტად ამ შემთხვევაში საინტერესო არის ქართული ოცნების ამომრჩევლების პოზიცია, იმ ადამიანების პოზიცია, რომლებსაც რა ვიცი, არიან ამ პარტიის მხარდამჭერები, ვისთვისაც ბიზინა ივანიშვილი არის ავტორიტეტი და გასაგებია, ასეთი არის საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ აი ეს ორი ინფორმაცია მათ ერთ twin-ში რანაირად თავსდება, ამას ვერ ვიგებ, რომ ეხა ესე იგი ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, არ ვიცი კიდე რამდენი გვარი გამოჩნდება. ეს ყველანი არიან დამნაშავე, საშინელი სადისტები, რომლებიც ესე ქუჩებში ხალხს ხოცავდნენ და ბიზინა ივანიშვილი ამ ყველაფრისგან ასე ვთქვათ, თავისუფალი. აი რანაირად თავსდება ეს ორი ინფორმაცია ერთი ადამიანის twin-ში, ეს არის გაუგებარი ჩემთვის ამ შემთხვევაში. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი არის ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული პროცესი სინამდვილეში. მე ზუსტად მაგას ვამბობდი, რომ მე არ ვიცოდე გარკვეულწილად რაღაცა შინაგანი წმენა არ მქონდეს, რომ ეს ყველაფერი დაუშვათ იგივე ვინ ჩამოთვალით იქ ხო სახელი და გვარების სხვა მაღალჩინოსნების მიმართაც ხო ეს რაღაცა და არ ხედავდი იმ PR კამპანიას რაც თქვით ესე იგი ორკესტრირებულ კამპანიას ამ ხალხის წინააღმდეგ მე ვერ ვიქნებოდი მე თუ დაუშვებდი იმას რომ დაუშვათ როგორც რიგითი მოქალაქე ამ ქვეყნისა რომ ეს ყველაფერი სიმართლეა მაშინ პირდაპირ ვამბობ მე ეს თუ ქართული ოცნება მივა იქამდე და მართველი ხელისუფლება თუ რა ვიცი სასამართლო იქნება თუ ვინც იქნება რომ აი ამ საქმეზე აი ამ ბრალდების სხვადასხვა საქმეებზე ეს ყველაფერი დამტკიცდება სასამართლო ამას დაადასტურებს მაშინ მეორე დღეს უნდა გამოვიდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და უნდა გამოაცხადოს რომ ქვეყანაში ჩვენ გადავდექით და ტარდება ვადამდელი არჩევნები იცი რატო იმიტომ რომ ეხლა სააკაშვილი მის რა ქვია სახელი და გვარის გამო და იმის პიროვნული მის თვალწარბის გამო კი არ ებრძოდა და ვებრძოდით ის ხალხი მაშინ ვინც ებრძოდა სააკაშვილს ამის გამო კი არ ებრძოდა ზუსტად ებრძოდა იმის გამო რომ რაღაცა ადამიანებს ქუჩაში ხოცავდა და ციხეში აწამებდა და ასე შემდეგ და შენ თუ საკუთარი იმით დაამტკიცე რომ შენ ამას ჩადიოდი წლების განმავლობაში ქვეყანაში თუ ეს მათ გონებაში ეს იხარშება რომ მათ შეიძლება ეს გააკეთონ და სასამართლოს მიაღებინონ მსგავსი გადაწყვეტილება რისი იმედიც მაქვს რომ არ იქნება ხო თუ ეს მაშინ ეს არის მათი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ არა მე კიდევ ერთხელ შენი აზრით რატო ხდება ეს ყველაფერი მოდი ყველაფერი ღიად რატო ხდება ეხა ეს ყველაფერი სინამდვილეში რა იმე ის აქვთ ეხა გონიათ რომ აქ საზოგადოება მართლა ბრმა კი არ არის კაცო ეხა ვისაც უნდა ამ სისულელის დაჯერება იმას მანამდე ჯეროდა და სულ არ მოისმენს თქო არ მოისმენს და ვის არის საღიაზრის ის ისედაც ხდება ეს ყველაფერი სინამდვილეში ჩემი აზრი ასეთი არის და თქვენი აზრით საინტერესოა ეს არის სინამდვილეში ზუსტადაც სასამართლოზე ზეწოლისთვის იმიტომ რომ საქმე ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჯერ არის სასამართლოში, ეხლა იწყება ყველა საინტერესო ორგანიზების ნაწილზეა საუბარი, ეხლა იწყება იმ საქმეში ყველა საინტერესო ეტაპი, სადაც პროკურატურის ეს მოწმეები, პოლიციელები, ექსპერტები და ასე შემდეგ მთავრდება და უნდა დაიწყოს უკვე რეალურად მართლა მოწმეების გამოკითხვა, ვისაც დაცვის მხარეც წარადგენს მათ შორის ამ მოწმეებს და ეხლა იწყება იქ მთავარი პროცესი, როგორც მიდის საქმე და ამას რა ვიცი თუ ჩვენი მაყურებელი არ არის ადამიანი ისედაც შეიძლება უკვე წყაროებში, ღია წყაროებში მოიძიო ინფორმაცია რომ არანაირი მტკიცებულება იქ დაკავებული და ბრალდებულების მიმართ სასამართლოს არა აქვს და ხა როგორ გინდა შენ რომ ამ საქმეზე მიაღებინო სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილება ჩემი აზრით ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ რამეს მათ შორის და მთავარი ეს არის სწორედ სასამართლოზე ზეწოლა მოსამართლეზე ზეწოლის განხორციელება რომ შექმნა ნაკ გარეთ ისეთი ისტერიული ფონი ამ ყველაფერთან ამ ადამიანებთან დაკავშირებით 1000 ცილისწამებით 1000 რაღაც რუბრალდებით
მე არ გამეკვირდება ხა ხვალზე კიდე რაღაცა ახალი მოიფიქრონ და აი მართლა გორგასლის მკვლელობა დააბრალონ და 1000 სისულელე გამოიტანონ, იმიტომ რომ უნდა შეიქმნას ისეთი ცილისმწამებლური ფონი, მათ წინააღმდეგ და ინფორმაციული ფონი, რომ მოსამართლის სხვა გზა არ დარჩეს, რომ არ მიიღოს მათთვის სასურველი გადაწყვეტილება. მხოლოდ იმიტომ, რომ სამართლებრივად ვერ ხდება ასეთი შედეგის მიღწევა. საზოგადოებრივი ფონის შექმნა ცდილობს ამის. ეს მიზანია ეს არის აგრესიული კამპანია. ეს არის სასამართლო ზეწოლა ამ ყველაფრის დაუშვათ ხო ეს ხა ჩვენ საუბრობთ რა ეს ქალბატონი ადეიშვილი საუბრობდა იქ და იქ გარდაცვლილიც მოთხარა და რაღაცა იმაში თავის გამოგონილ რაღაც იმებში ხო ეს ემსახურება იმას რომ აი საზოგადოებისთვის ვინც ამ ყველაფერს უყურებს ყოველდღურად რაც შეიძლება მეტი ნეგატივი ჩაუდოს ტვიში ასე ვთქვათ ჟარგონულად იმ ადამიანებს ვინც ამას უყურებს კონკრეტული ადამიანების მიმართ ეხა იმას ის მე რაც ჩვენ თქვით ხო ის ხო არ დაიწყებს ეხა როგორ უნდა გადამოწმე ეხა ნარკოკარტელი შემოდის არ შემოდის ხო ეს ინფორმაცია მივიდა დაილექა გონებაში და როდესაც დაუშვათ ამ სახელდაგვარს გაიხსენებს სადმე ვიღაც ახსენებს ალმოტივტივდება ის ხო ყველამ კარგად ვიცით როგორ მუშაობს მედია ხა იმ მოსამართლის თვისში ჩაიგდე შე როგორი არის რომ კი მაგრამ იმედია ჩვენ ხო აი იმიტომ არის სამოსამართლეო უზარმაზარი პასუხისმგებლობა ხო რომ აი ხა მოსამართლისთვისაც ძნელია რომ ეხა ძნელია რა თქმა უნდა უდანაშაულო ადამიანები ამართო მე ესეთი ადამიანები ვიზეთ ესეთი ინფორმაცია თუმცა ასევე ძნელი უნდა იყოს თქო რომ უდანაშაულო ადამიანები ამდენი ხნით და ასეთი პრობლემების გამო ძნელი ზოგადად კი ბატონო მოდი ეხა ყურე რა არის თავარი რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ და რაზეც დაუშვათ გაუჩნდება ხო კითხვა საზოგადოებას რომ აი გავიგეთ რომ ეს ყველაფერი არის შეთითხული რაღაცა მაგრამ რაღაცა მიზანი ხო რატო მოტივი რა არსებობდეს რომ რას ერჩიან ამ ხალხს ხო და რატომ უნდა აკეთებდეს ამას დაუშვათ იგივე ქართული ოსტების მოქმედი ხელისუფლება რომელიც რაღაცა რამდენიმე წლის წინ თავად აქებდა იმ ადამიანებს და ადიდებდა ვისაც დღეს რაღაცა მკვლელებად და რაღაცა იმ თაღლითებად ყავს გამოყვანილი ხო აი აქ ჩვენ დაუშვათ როდესაც ვქვით რომ პოლიტიკური კონტექსტი აქვს ამ საკითხს და ვეცდებით რომ ეს პოლიტიკური კონტექსტი გავშიფროთ თენგო შენც დაიწყე და მეც გავიმეორებ რომ როდესაც საუბარია ისეთი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე როგორც არის საქართველო და სომხეთი ან დაუშვათ ესეთი პატარა ქვეყნები ჩვენ ვიცით რომ მსგავსი ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ძირითადი და ესეთი ფართო გავლენა აქვს დიდი გლობალური აქტორების გარე ფაქტორებს გლობალურ აქტორებს აი მაგალითად აი სომხეთის შემთხვევა რომ მოვიყვანოთ ფაქტისთვის რომ მოვიყვანოთ როდესაც სომხეთი იყო შედარებით უფრო ნეიტრალური ან უფრო პრორუსული იქ აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო ბევრი შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე როგორც მოხდა გადახრა მისი პროდასავლური ვექტორისკენ ჩვენ ხედავთ რომ დღეს ფაშინიანები იმას რა ქვია სომხეთის კათოლიკოსის წინააღმდეგ აღძრავს საქმეებს და მის დაპატიმრებას აპირებს ხო და ეს ფაქტობრივად გამოხატავს რა აი როგორ შეიძლება იცვლებოდეს შიდა პოლიტიკური დინებები ქვეყანაში გარე აქტორების ფაქტორების ცვლილებიდან გამომდინარე ხო აქ მსგავსად არის ჩვენი ქვეყანაც ამ შემთხვევაში პატარა საქართველო სადაც აი ამ დიდ გეოპოლიტიკური აქტორის ფაქტორს აქ ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნიშნულობა ხშირ შემთხვევაში აი მაგალითად დაუშვათ აი ხელისუფლების ცვლილებები რო გავიხსენოთ საქართველოს ხელისუფლების ცვლილებები გასაგებია რომ იქ შიდა ბრძოლებით და ძალიან დიდი რისკის ფასად იმიტომ რომ არც ერთი რეჟიმი ესე თავისინები ძალაუფლებას არ თხოვს და ცდილობს რომ შეინარჩუნოს მაგრამ საბოლოო ჯამში ხდება გარე აქტორების ასე ვთქვათ ზეგავლენი და დაუშვათ ამას აღსანიშნავად ისე ბიძინა ივანიშვილი გავიხსენოთ როდესაც ის ამერიკელებთან შეხვედრას იხსენებს 2012 წელს და მათ მე მითხრეს რომ ოპოზიციაში უნდა დარჩეო და მე ვუთხარიო რომ თუ თქვენ ამას იზამთ აი ეს ხალხი გამოვა ქუჩაში და მე თქვენ ამას ვერ გააჩერებ და ეს რაზე მიუთითებს რომ მაშინ ამერიკელებმა მიიღეს გადაწყვეტილება რაციონალურად რომ სააკაშვილის რეჟიმი უნდა წასულიყო და გაუშვეს ხო აი ეს საგარეო აქტორები ყოველთვის ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს შიდა პოლიტიკაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენენ ეხლა რა ხდება მოდი პატარა ექსკურსი გავაკეთოთ ხო მას შემდეგ რაც დაუშვათ რუსეთ-უკრაინის ომი იწყება კონფლიქტი იწყება საქართველოზე მოდი ძალიან დიდი ზეწოლა ხო ეს არაერთხელ და ყველა ქართული ოსტების მოქმედ თუ ყოფილ მაღალჩინოსას თავისი პირით აქვს ნათქვამი რომ დღესაც მაკპიარზე უკაცრავად კი დღესაც მაკპიარზე არიანო საქართველოს ამაში კი ბატონო ვეთანხმებით რომ საქართველოს წინააღმდეგ არსებობდა სერიოზული წნეხი არსებობდა მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის რომელიც აგრეთვე დღეს ციხეშია ხო რაღაცა ისეთი ცოტა გაუგონარი და აბსურდული ასეთი თქოს ბრალდებით ხო და ამ ადამიანზე არსებობდა წნეხი მის გუნდის წევრებზე მაშინ
მაშინ ვინც იყო დაუშვათ იგივე გრიგოლ ლილუაშვილი, გომელაური და მთავრობაზე ზოგადად, ხო? მოდიოდა წნეხი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობას უნდა გადაედგა ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის მიმართულებით და ამის იმას რომ დაუშვათ ამას საქართველოსში ამერიკის მაშინდელი ელჩი მოითხოვდა ამას მაშინ ზურგს უმაგრებდა გონჩარენკოები და არახამიები, რომლებიც იქ უკრაინაში გამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ესეთი ზიანი ამიდია ხან სოხუმისკენ გასეირნებისკენ მოგვიწოდებდნენ და ხან ცხინვალისკენ, ხო? და ეს სურათი არსებობდა, ამის ვარაუდად ხდებოდა ქვეყანაში რა, რომ რაღაცა ეს დაუშვათ ნაცები თუ ლიბერალები თუ რა პროდასალური ნაწილი ოპოზიციის აო ქუჩაში გამოდიოდა და იძახდა, რომ ცხენია რომ არ ვიბრძვით, სოხუმში არ შევდივარ, ცხინვალში არ შევდივარ და ცდილობდა დაუშვათ კრიტიკული მასის გამოყვანას ქუჩაში და ამით ზეწოლას ხელისუფლებაზე, რომ ხელისუფლებას გადაედგა ეს რაღაცა მაშინ ესეთი უგუნური და დამღუველი ნაბიჯები, ხო? ამ დროს დაუშვათ ეს მართველი გოლი, რომელიც დღეს თლიანად არის ჩამოშორებული პოლიტიკურ ქართულ ოსტებას და მართულ ხელისუფლებას იდგა იქ სადაც იდგა და სწორად იდგა და გაუძო აი ძალიან დიდ წნეხს და გვახსოვს ჩვენ მაშინ როგორი ლანძღვა მოდიოდა იგივე ღარიბაშვილის, იგივე ლილუაშვილის, იგივე გომელაურის, იგივე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოხდა ის რომ ჩვენ აი ამ დიდი წნეხის მიუხედავად მოახერხეთ რომ აი ამ კონფლიქტში არ ჩავრეულიყავით და დავრჩენილიყავით მეტნაკლებად ნეიტრალურები და პირიქით რაღაცა სასიკეთო ძურები ასე ვთქვათ დაიწყო ქართულ-რუსულ ურთიერთობაში გამოყენებული იქნა რა ეს მომენტი, ხელსაყრელი მომენტი, დაიწყო სასიკეთო ძურები ქართულ-რუსულ ურთიერთობაში, რაც გამოიხატება დაუშვათ იგივე იმ ადამიანების უშუალო მონაწილეობაში ეს არის არიბაშვილის, რილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომელიც აი ამ საქმეში იმ საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც მაშინ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენდა, ეს იყო რუსეთთან არა ურთიერთობების გაფუჭება, არამედ პირიქით რაღაცნაირად ქვეყნის სასიკეთო. რა თქმა უნდა, ეს იყო ქვეყნის ინტერესები, იმიტომ რომ ერთი ფლანგი დასავლური ცდილობდა, რომ ჩვენ ომში ჩავებდეთ და ამის საპირისპიროდ გამოჩნდა მეორე ფლანგი, რომელიც ცდილობდა, რომ ომში კი არ ჩავბულიყავით რუსეთის ფედერაცია. პირიქით, რაც არ იყო ის აგვედგინა. ის აგვედგინა და რა პირიქით არა, პირდაპირ თქვათ, ხო, საუბარი არის ფრენების აღდგენაზე, ვიზის მოხსნაზე და ქართულ-რუსულ ურთიერთობების ენის, ანუ დათბობაზე და დიპლომატიაზე. ზუსტად ამის მომიდოდა, რომ ის განწყობები თუ ის ინტერესები, რომლებიც შეიძლება მანამდე არ არსებობდა ქართული სახელმწიფოს მიმართ, ან არსებობდა სხვანაირ კონტექსტში, დაუშვათ აი თუ დუგინი გამოდიოდა 5 წლის წინ და იძახდა, რომ 10 წლის წინ რომ ჩვენ თუ გვინდა რომ დავამყაროთ და გავიმარჯვოთ თბილისი უნდა ავიღოთ ტანკით, აი ამ პოლიტიკის შედეგად მოხერხდა ის, რომ აი ამ რამდენიმე წელიწადში რომ რუსეთის ხელისუფლებაში მაღალ ესე თანამდებობის პირებს შორის ეს წარმოდგენები და ეს შეხედულებები გადაიხედა და იქ ახლა აღარავინ აღარ გამოდის, ჩვენ ხედავთ ხო ყველა დღეს ამას ქართულოსება იყენებს თავის საპირისპიროდ, რომ იქ აღარ გამოდიან რუსები და არ იძახიან, რომ თბილისი უნდა აიღოთ ტანკით, ხო? იქ პირიქით ეს მოხერხდა ზუსტად აი ამ 2-3 წლის განმავლობაში გაიდო ახალი ხიდები, გაიდო ახალი კავშირები, შეიქმნა ბიზნეს საბჭოები, დაიწყო რაღაცა 2 მილიონზე მეტი ტურისტი იყო შარშან 2025 წელს რუსეთიდან შემოსული, ხო? გაიხსნა იქ ბიზნესები და რა ვიცი, ერთ-ერთი მთავარი და ნომერ პირველი ეკონომიკური პარტნიორი გახდა. ეს ხდება იმის შემდეგ, რაც 2019 წელს გავრილოვის ეგრეთ წოდებული ღამის შემდეგ ყველანაირი კავშირი გაწყდა იმ დიპლომატური სადაც არ მქონდა და იმის გარდა ის ეკონომიკური სამიზო რეჟიმი პირდაპირ ფრენები, ავიაფრენები გაუხდა, ხო? და ამის შემდეგ ხდება ესეთი განახლება, გამოცოცხლება ამ ურთიერთობების გაჩნდა, ასე ვთქვათ, სერიოზული ხელშესახების შედეგები დაიდო, გაჩნდა და რასაც დღეს რუსული მხარე დღესაც კი არ უარყოფს, რომ ისინი და პრინციპში იხვეწებიან კიდეც, რომ ჩვენ მზად ვართ დაუშვათ იგივე დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბრისთვის და იგივე იგივე ეხლაც ლავროვმა გაამახვილა ყურადღება 3+3 ფორმატში, რომ ჩვენ ისე ველოდებით საქართველოს, ხო? და აი ეს დაუშვათ შეიქმნა იმის ყველანაირი ნიადაგი, რომ რაღაცა ახალ ეტაპზე გადასულიყო ქართულ-რუსული ურთიერთობები და ისევ ქართული სახელმწიფოს ინტერესები და გამომდინარე, ხო ეს არის ეს ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენ ადრე თუ გვიან დღეს ხვალ 1 წლის 5 წლის მერე მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რასაც ქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რასაც ქვია იმ ინტერესების განხორციელება, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის გარდა ეკონომიკური, სოციალური სიტუაციის გამოსწორება, ხო?
და ეს ყველაფერი იყო მომწიფებული. ეხლა შევხედოთ რა ხდება. ის ადამიანები ძალიან რო არ გავაგზავნო, ის ადამიანები, ვინც ეს საქმე გააკეთა, მათ შორის ქართული ოცნების იმ ასე ვთქვათ, მაღალჩინოსნების პირობებში, რომლებიც მაშინ იყვნენ ხელისუფლების სათავეში, გულისხმობ ღარიბაშვილს, გულისხმობ ლილულაშვილს, გულისხმობ გომელაურს და სხვებს ეხლა რო არ გავიგზავნოთ ეს ჩამოწვა. ეს ადამიანები, ვინც მაშინ ომს გადაარჩინეს, ქვეყანა ომში ჩართვას გადაარჩინეს, სახელმწიფო გადატრიალებებს გადაარჩინეს, გახსნეს ახალი კავშირები რუსებთან და ესე ვთქვათ, საშუალება გაუჩინეს ქვეყანას, რომ ეს დაძაბულობის ნაცვლად დათობისკენ წასულიყო ეს ურთიერთობები, ყველა მათგანი აბსოლუტურად ჩამოცილებულია ჩამოცილებულია ციხეში. აბსოლუტურად ჩამოცილებულია მართლობას, აბსოლუტურად ჩამოცილებულია ქართული ოცნების გუნდს და მეტიც როგორც თენგო შენ აღნიშნე ზოგი მათგანი ციხეშია და ზოგ მათგანზე მაგალითად ამ შემთხვევაში ოთარ ფარცხალაძეზე ჩვენ ვხედავთ აი იმ რაღაცა ნიუარ ბრალდებებისა და ცილიწამებისა რომლებსაც ვხედავ და რომელიც მაწინაშე არის მიმართული და აქ ისმის კითხვა და ამის პაურად ვხედავთ აბსოლუტურ დუმილს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში შეჭერდა ეს პროცესი ხედავთ იმას, რომ მართველი ხელისუფლება კვლავ ვიძახის, რომ მისი ინტერესები ეს არის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, ხედავთ იმას, რომ აი ამ ხვეწნის, ფაქტობრივად ხვეწნა, ხო ახლა ქვეყანა დგას და გვეხვეწება, რომ იქნებ საერთო ენა გამოუნახოთ ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დიპლომატიური ურთიერთობები აღმადგინოთ ეს ბევრ სიკეთეს მოიტანს, ეს იყო იმის რა ქვია, ვიცე-პრემიერის განცხადება ბოლოს რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადება, რომ ეს იქნება ორივე ქვეყნისთვის ბევრი სიკეთის მომტანი დიპლომატიური ურთიერთობების განახლება იყო საუბარი აფხაზეთის რკინიგზაზე, რომელიც ჩვენ ასევე შეგვიძლია ჩვენი ინტერესების სასარგებლოდ გამოვიყენოთ, ხო? ამის პასუხად საქართველოში არის ჯიუტა დუმილი, იმის გამეორება, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ვიღაც რა ქვია, რასაც დავუშვათ და მიშა სააკაშვილი და ნაციონალურ მოძრაობა იძახდა იგივე ლინგვისტიკაში დაბრუნება. აიყვანოს ჯარი და მე გადალაპარაკებით. სანამ ესენი აქ საქართველოს ტერიტორიაზე უკუპირებული არ დაველაპარაკებით და რომ გავლენ მე დაველაპარაკებით, თუ ესე ფიქრობენ და თუ ეს მიდგომა, მაშინ რა განსხვავება, რა ქვია, სააკაშვილს და სხვებს შორის, ვინც დღეს ხელისუფლებაში ოპოზიციაში არის. კითხვები, ბოდიში დავამთავრებ. უცებ რომ ლოგიკური იყოს ყველაფერი, აქ ეს რა საჩენს, მე რატომ მოვყევი, რატო ჩამოვთვალე ამდენი რაღაცა, რომ ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, კითხვის ნიშანს აჩენს იმასთან მიმართებაში, რომ ხომ არ მოხდა რაღაცების ცვლილება ქვეყნის შიგნით ამ ყველაფრის ცვლილება საგარეო აქტორებიდან გამომდინარე, მათი მოთხოვნიდან გამომდინარე, მათი ზეწოლიდან გამომდინარე და ის რასაც დავუშვათ რაც ქუჩაში ვერ მოახერხეს მათ სახელმწიფო გადატრიალება ვერ მოაწყვეს და მაშინ იმ გუნდის მეშვეობით ვერ მოახერხეს ის რომ მეორე ფრონტი გაიხსნა რუსეთის წინააღმდეგ, ხო? დღეს ხო ეს ხო ვერ მოხერხდა სხვა გზები და სხვა მეთოდებით. ეს ხო არ მოხდა და დღეს იმ ადამიანების სადმი, ვინც დაუშვათ მაშინ ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდნენ და იმას ემსახურებოდნენ, რა გომი და უბედურება არ მოხდარიყო, შურისძიებას ხო არ აქვს ადგილი. ეს კითხვა, ეს არის ლეგიტიმური კითხვა, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რაღაცა წარმოუდგენელ სიბინძურეს, წარმოუდგენელ ცილიწამებას, რომელიც არაფრით არ მტკიცდება. არანაირი მტკიცებულება ამის არ არსებობს გარდა რამდენიმე ადამიანისა, რომელიც მათ შორის იგივე დავუშვათ აი დღევანდელ პრემიერ-მინისტრს თუ ასე ვთქვათ დავაციტირებთ, ბევრი მათგანი, ვინც დღეს აი ამ საქმეში მოწმეებად არის გაყვანილი, ბატონ პრემიერს აქვს ნათქვამი, რომ ამერიკის საელჩოში დადიოდა და იქიდან არიან და არა, ხო, ეხლა ხო გვახსოვს ეს განცხადებები და ისიც გვახსოვს ვიზე არის ეხლა ეს განცხადებები, ხო? ამერიკის საელჩოში დადიან და იქიდან არიან დაფინანსებულები, ხო? ხო და ეს აჩენს აი ამ კითხვებს, ამერიკის საელჩოში შენ ვერ იტყვი მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგი სპიკერი ხარ შენ მაინც ვერ იტყვი ამ ყველაფერს ქალბატონ თეა წულუკიანზე უკეთესად ამიტომ მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევთავაზოთ 2022 წლის ვიდეო არის ეს ქალბატონი თეა წულუკიანის შეფასება მაშინდელი ხელმძღვანელობის საქართველოსი მაშინდელი მთავრობის ეს საჭიროა მე ვფიქრობ იმისთვის რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა განწყობები იყო თავად ქართულ ოცნებაში და ქართული ოცნების ამომრჩეველში და ქართულ საზოგადოებაში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში, რომელიც მაშინ მართავდა ქვეყანას, თუ შეიძლება გაუშვათ ეს ვიდეო. ჩვენ რომ ამ კონკრეტულ მომენტში ყოლოდა სხვა პრემიერ-მინისტრი, სხვანაირი, ხო. სხვანაირს გულისხმობ. სხვანაირი, არა ვთქვათ ასეთი ხისტი, როცა საჭიროა, პრინციპული რაღაცნაირი ასე ვთქვათ. ჯიუტი თუ პრინციპული არ ვიცი ყოველ შემთხვევაში მე კახელებს ვხვდები მეუბნებიან აი ჩვენი ბიჭი როა ამიტომ არის ასეთი და ხასიათიანი აი მე მგონი კარგი სიტყვა ჩვენ ალბათ დღეს ვიქნებოდით ძალიან ძიმე დღეში ამიტომ
მე ამ შეფასებას ვაკეთებ როგორც გარედან რაც ჩანს იმაზე დაყნობით და რაც შიგნიდან რაც ჩანს. ნამდვილად, აი ძალიან მე არ გთხოვთ ეხლა ყველაფერი მოყვეთ, მოვადრო და ეს ღია იქნება, არაფერი არ არის სტაბილური. მე არ მიყვარს უსამართლობა. ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ ასე არ მოვიქცე. თუ ვიქნებით სამართლიანები, ჩვენ რომ ყოლოდა იმ კონკრეტულ სასიცოცხლო მომენტში, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, აპრილი ალბათ, მაისიც ნაწილობრივ. რბილი ადამიანი. ან რბილი ადამიანი, ან ზედმეტად მორიდებული, ან რომელიც ცდილობს რომ აქაც იყოს, იქაც იყოს რაღაც, ეს იქნებოდა დამღუპველი. ამიტომაც მას ეკუთვნის მადლობა. მე მინდა ეს ხალხმა იცოდეს, რომ მისი დამსახურება არის, რომ მთავრობის შიგნით რა საკვირველია. ის გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ ომი არ ომი, ამ გადაწყვეტილებას მთავრობის შიგნით იღებენ, ხო ასე? ამიტომ დესტაბილიზაციის სასარგებლო ჩადენილი შეცდომა პირველ რიგში თუ ჩაიდინება, ის მთავრობაში ჩაიდინება. და ამიტომ მას ჰქონდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია და ამიტომაც წამოვიდა მის წინააღმდეგ საშინელი ნიაღვარი. დარტყმები, ხო? დარტყმები და თუ ეხლა ზუსტად ვერ ვიხსენებ სიტყვით, მაგრამ მისი ის პირველი განცხადება იყო ძალიან ხისტი. ხო, მეო, არანაირი სანქცია. ძალიან ხისტი, მაგრამ მერწმუნეთ რომ იმ სიხისტეს რომ დაკლებოდა თუნდაც ერთი პატარა გრამი. ეს შეიძლება და ყოფილიყო იმ მომენტში, აი სწორედ დამღუპველი ჩვენთვის. დიახ, მე პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს არის 2022 წლის ვიდეო და ვიტყვი იმასაც, რომ აი ქალბატონმა თეა წულკიანმა რაც ისაუბრა ამ ვიდეოში, მე პირადად აი ხელს მოვაწერდი ყველა სიტყვას, იმიტომ რომ ნამდვილად მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ასე, აქ საუბარია რა თქმა უნდა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც იყო ხელმძღვანელი მაშინ საქართველოს ადმინისტრაციის. უბრალოდ აი შეჯამებისკენაც უნდა წავიდეთ და ამ ნაწილზე რაზე ცოტნემაც გაამახვილა ყურადღება, ვიტყვი ერთადერთ რამეს. ჩვენ აქ კიდე ერთხელ ვამბობთ, რომ საუბრობთ არა მტკიცებით ფორმაში, განსხვავებით ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა ტელევიზიისგან თუ ჟურნალისტისგან, რომლებსაც ესე პირდაპირ შეუძლიათ, რომ პირდაპირ ეთერში განაჩენები გამოუტანონ ადამიანებს, ჩვენ ასე არ ვართ. ჩვენ საუბრობთ უბრალოდ აი ფაქტების ანალიზით, ხო? 2022 წელს, როდესაც საქართველოს აღმოჩნდა მნიშვნელოვანი დილემის წინაშე, რომ მას ან უნდა გაეგრძელებინა ის კურსი, რაც მანამდე არსებობდა 30 წლის განმავლობაში და ეს გულისხმობდა ქვეყნის ჩართვას პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან, ან რაღაცა უნდა შეცვლილიყო ამ ხრივ, მაშინ საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელობამ მიიღო ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, მიიღო გადაწყვეტილება ცვლილების. არა, ჩვენ არ მივდივართ იმ კურსით, რა კურსითაც აქამდე ვიარეთ, ჩვენ უნდა გადავხედოთ ურთიერთობებს რუსეთთან. ეს იყო ხო კვეტექსტი აი იმ ყველაფრის ჩვენ არ შევედით კონფრონტაციაში რუსეთთან და დაიწყო პირიქით ურთიერთობების ნელ-ნელა გაჯანსაღების მცდელობა, რასაც ჰქონდა საზოგადოების დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა და აქვს დღესაც აი ამით და ეფექტიანი შედეგებით. და დაიდო პირდაპირ ეფექტური შედეგი ეს 2023 წელს უკვე, როდესაც რუსეთმა გადახედა ამ შემთხვევაში უკვე საქართველოსთან მანამდე არსებულ გადაწყვეტილებებს, გახსნა პირდაპირი ფრენები მოსკოვით თბილისი, მოსკოვით ქუთაისის მიმართულებით, ანუ საქართველოსთან რუსეთში და რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ფრენები აღდგა. ამას გარდა გაუქმდა სავიზო რეჟიმი, რომელიც მანამდე იყო დაწესებული ცალმხრივად რუსეთის მხრიდან. მან თქვა, რომ არა, ქართველებს შეუძლიათ უვიზოდ შემოვიდნენ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის იმუშაონ ლეგალურად, მათ შორის მოგვარდა უამრავი იმ ადამიანის პრობლემა, რომელიც არალეგალურად იმყოფებოდა რუსეთში და გამოცხადა სრული ამნისტია ამ ხრივ. დაიწყო საქართველოში საუბარი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან უკვე ტერიტორიული საკითხების მოგვარებაზე. ნუ რა თქმა უნდა შეიცვალა ის საშინელი რიტორიკა, რომელიც იყო და ლიტერატურაც სხვათა შორის. კი, ამაზე მაქვს საუბარი, თორე ხა სამწუხაროდ ამ მიმართულებით ამ ხალხმა ვერ მოასწროს კონკრეტული შედეგის დადება, რომ აი ტერიტორიული მთლიანობის საკითხს რაც შეეხება, აი ქმედითი ნაბიჯები გადამდგარიყო, შედეგები დამდგარიყო. სამწუხაროდ ეს ვერ მოესწრო, მაგრამ აშკარად პროცესი აქეთკენ მიდიოდა ამ დინამიკით. და აი უკვე 2024 წელი მოვიდა, უცებ ხდება რაღაც და ხდება არა რუსეთში, არამედ საქართველოში რაღაც, ხდება საკადრო ცვლილებები, ხდება მთავრობის ადმინისტრაციის განახლება და ყველა ის ადამიანი, ვინც მანამდე აი ამ 2-3 წლის განმავლობაში ქვეყანა ატარა ბეწვის ხიდზე. ეს იყო
ირაკლი ღარიბაშვილი, ეს იყო ოთარ ფარცხალაძე, რომელიც იმყოფება რუსეთის ფედერაციაში და იგიდან აკეთებდა აი ამ საქმეს. ყველა ეს ადამიანი ეძლევა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხოლო ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რომელიც დაიწყო ამ ხალხმა, არის დღეს შეჩერებული. და დღეს ისევ, რაღაც ფორმით ისმის ხოლმე არც თუ ისე სასიამოვნო გზავნილები რუსული მხრიდან, იმედგაცრუებები ისმის, რომ ჩვენი მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები, მაგრამ ქართული მხარე როგორც ჩანს არ აღმოჩნდა მზად იმისთვის, რომ შემხედრი ნაბიჯები გადმოედგა. მეორესთვის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გვესმის უკვე საუბარი არა იმაზე, რომ საჭიროა ურთიერთობების ნორმალიზება, არა იმაზე საუბარი, რომ საჭიროა აფხაზებთან, ოსებთან დიალოგი, რომ ეს პრობლემები არის მოსაგვარებელი. არა, დღეს გვესმის ლაპარაკი ზუსტად ისეთი, როგორიც იყო მანამდე სააკაშვილის პერიოდში, რომ აი მიდი გაიყვანოს რუსეთმა ჯარი და მერე დაველაპარაკები. გას თუ გაიყვანა ჯარი, რაღაცზე უნდა დაელაპარაკო. ეგ ჯარი რო გაიყვანოს მაგაზე არის, ხო სალაპარაკო. ხალხი, რომელსაც ეს ესმოდა ამ ქვეყანაში, ვინც ნაბიჯებს დგავდა ამ მიმართულებით, დღეს იმ ხალხის წინააღმდეგ მიდის საშინელი ცილის მწამებლური კამპანია და დღეს ის ხალხი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მიცემული ხოლმე საქართველოს ხელისუფლება დღეს ისევ გვარწმუნებს, რომ ნატოში და ევროკავშირში არის საქართველოს გზა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იქ ინტეგრაციისთვის. აი ეს არის შედეგი, რასაც მე ვხედავ. მე არაფერს ვამტკიცებ, აი ამ ჩემი მონოლოგით თუ გამოსვლით, მაგრამ შედეგი არის ეს არის ქართულ-რუსული ურთიერთობების წინააღმდეგ საბოტაჟი. საბოტაჟი, რომელსაც ექნება ალბათ აუცილებლად თავისი კონკრეტული ძალიან მძიმე შედეგები ამ სახელმწიფოსთვის და მე აი დღეს რო გამოდიან და არ ვიცი რაღაცა სისულელეების დაჯერებით რო თავსაც იტყუებენ და საზოგადოებასაც ატყუებენ, ყველა თქვენგანზე იქნება ამის გამო პასუხისმგებლობა და იმედი მაქვს რომ ამ პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაიგებს. კი ბატონო, ერთსაც დავამატებ და ვიცი რომ ჩვენი ეთერი უკვე იწურება. რა თქმა უნდა, ხალხის კალბატონი თია ზოლოკიანის იმ ვიდეოს რომელიც ჩვენ გავუშვით, ხო? 3 წლის უკანდელია, 4 წლის. მართლა არ ჭირდება კომენტარი, თუმცა ძალიან კარგია რომ თენგომ ესე მაინც საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც შეიძლება თქვა ეხლა გადმორთოდა შეხედა ჩვენ გადაცემას და ბუნებრივია მას გაუჩნდებოდა რამოდენიმე კითხვა, ნათლად გაიგებდა თუ რატომ გაუშვით ეს ვიდეო და რატო არის ამ შემთხვევაში, რატო ობიექტურად და სამართლიანად რატო იცავდა ირაკლი ღარიბაშვილს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს კალბატონი თია ზოლოკიანი, რომელიც იყო და დღესაც საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ქართულ ოცნებაში, ხელისუფლებაში და ხალხშიც. რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ ეს რაღაცა საოცრად გამოგონილი კამპანია, ეს ბინძურეები, რა თქმა უნდა, უკავშირდება პირველ რიგში იმას და პოლიტიკური მსჯელობისთვის გვაქვს საშუალება და მოგვეცთ უფლება, რომ ვიფიქროთ, რომ დიახ, სწორედაც ოთარ ფარცხალაძის მიერ გაკეთებული საქართველოს საკეთილდღეოდ გადადგმული თვითონ ნაბიჯი, როდესაც ის უკვე რუსეთში იყო და წლებია ის წავიდა და ოთარ ფარცხალაძე 2013 წლიდან 6 თვე იყო სულ არც კი საქართველოს ხელისუფლების, ანუ პოლიტიკურ თანამდებობაზე, რაც შეეხება გენპროკურორობის თანამდებობას. მას მერე ეს ადამიანი აღარ არის პოლიტიკაში და იმ პერიოდში, როდესაც ის იმ პერიოდიდან პირველი დღიდან რაც რუსეთში ჩავიდა, სწორედაც საქართველოს საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯები იყო და თუ არ არის ეს საქართველოს საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯები და თუ დღევანდელ ხელისუფლებას გონია რომ ეს არ არის კარგი საქართველოსთვის ნორმალური ურთიერთობის, მშვიდობის ხიდების აღდგენის იგივე რუსეთთან, პირველი გადადგმული ნაბიჯი ვიზების გაუქმება ქართველებისთვის, 800,000 მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, იმ უზარმაზარ ტერიტორიაზე, ფრენების აღდგენი. თუ არ არის ეს დღემდე და თუ დღესაც ეს არ არის, თუნდაც ეკონომიკური შემოსავალი საქართველოსთვის, მაშინ პრინციპულად შეუძლია ამ მთავრობას თქვას უარი ამ ყველაფერზე და აღარ მიიღოს ის სარგებელი. მერტმა დაიპყროს, ამას ითხოვთ კიდევაც და კიდევ ერთი რამ. აი, იგივე თუნდაც ჩვენ რო ეხა ერთი რამ თქვათ, აი ეს ხო არის საუბარი ჯერ რომ აი ოთარ ფარცხალაძე და რაღაცა საოცრად ეს მასთან არსებული პირები და ნუ ჯერ ეს ტელევიზიაში როგორ დამკვიდრდა ეს და როგორ შეიძლება ეს დამკვიდრდეს რომ ბანდებად და წოდებული რაღაც გვარებად ვასახელებთ ხო იგივე დავით და გიორგი მიკაძის იგივე თქვათ სხვა დანარჩენი ფიგურანტების მიერ ხო ერთ რამეს ვიტყვი და ძალიან მოკლედ უბრალოდ მე რადგან ვიცი და ჩახედული ვარ ეხლა ხანს კიდე ერთი ბრალი წარედგინოს უნდა და წარედგინება დავით მიკაძეს და რომ იცოდე თენგო რაზეა საუბარი დავით მიკაძეს ეხლა დამატებით კიდე ჯერ ხო რაც არის შეთითხმილი ხო ნუ 12 წუთიან ვიდეოს გარდა ეხლა ჩვენ უყურებთ ამ პროცესებს სასამართლოში და ყველა მოსული სასტუმროს თანამშრომელი იქნება თუ გამომძიებელი სწორედ მარტო იმ 12 წუთზეა საუბარი რომ
12 წუთის 4 წელი ხო იძიებდნენ ტელეფონის ნომრებს თუ რა კავშირი შეიძლება ქონოდა დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს და გიორგი მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს 4 წელს განმავლობაში არაფერი შეხება არ აქვს მაგრამ აი ეს ერთადერთი 12 წუთიანი ვიდეო სადაც ჩანს სადაც დავით მიქაძეს ბრალი წარედგინა 12 წუთში ეხლა დამატებით ბრალი გამოუგონეს და ეს საერთოდ საოცარი რამ არისო დავით მიქაძეს ეხლა ედავებიან რომ $200-ზეა საუბარი, თუ რაღაც $100-ზე, $200-მდე საუბარი, რომ ფინანსური ინტერესის გამო მან დაავალა მოაპარინეს იარაღი ერთ-ერთ ადამიანს და ნუ ეს საოცარი ბრალი მიდის და აქვე რა შეიძლება იცით თქვა ძალიან მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი კონკრეტულად დავით მიქაძემ მილიონობით დანაზოგი რო გაუკეთა, სასიკეთოდ რო გააკეთა საქართველოსთვის და ძალიან მალე გახდება ეს ცნობილი. მილიონზეა ლაპარაკი, მილიონობით ფულზეა საუბარი, რომელიც პირიქით საქართველოს სასიკეთოდ გააკეთა მან ეს და არაფერს ვამბობ იგივე ქართული ოცნებისთვის და საქართველოსთვის რა გაკეთებული. მართლა და ძალიან მალე გაიგებს საზოგადოება ამას და ასე არ შეიძლება რა არსებობდეს მარტო ერთი ტელევიზია და რამოდენიმე ტელევიზია რომ უი ეხლა თურმე დავით მიქაძეს გარდა ამისა ამ საშინელი ბრალისა რასაც ედავებიან თურმე კიდე $200 ესე იგი $200 მიზნით ხო თან კონცენტრები ქონდა დავით მიქაძეს თან $200 ჭირდებოდა და ყველაფერს თავიდან ძალიან მალე გაიგებს საზოგადოება რამდენ მილიონზეა ლაპარაკი რაც შეუნარჩუნა ჩვენ ქვეყანას სავსებით სამართლიანად ობიექტურად და ყველაფრის გამო საქართველოს რა გაუკეთა და მათ შორის ყველაზე მეტად რასაკეთებდა თუნდაც ქართული ოცნების ის ხელისუფლება აი ის მართლა ღირსეული ხელისუფლება რომლებაც აი ეს წნეხები გაიარეს ყველაფერს მიუხედავად თავის თავზე ყოფილიყო და ღირსეულად გარიყო და ყოფილიყო თუ ეს არის ამ კაცის დანაშაული და თუ ეს არის მისი ოჯახის დანაშაული, რასაც დღეს ისმენენ, ხო? ამ ოჯახის წევრები. ვიზეც არის ხოლმე. თუ ეს არის დანაშაული, მაშინ ესეც სასამართლომ მართლა ობიექტურად მიიღოს გადაწყვეტილება და თქვას, ეს თუ არის დანაშაული, კი ბატონო, მაშინ ყველა მაგოს პასუხი გაკეთებულ საქმეებზე და ყველა მაგოს პასუხი, რაც ადამიანს დააბრალეს, ოჯახის წევრებს დააბრალეს და რაც სილიც დაწამეს ადამიანებს. ჩვენ გვინდა სამართლიანი სასამართლო და ბოლოს ვიტყვი ერთს მე მინდა ბატონი ტარიელ კაკაბაძე პირდაპირ ეთერში მოვიწვიო ჩვენთან გადაცემაში იურისტის საათში. სადაც ბატონი ტარიელ კაკაბაძის სიუჟეტი გავიდა ასევე ქალბატონ თია ადეიშვილთან რომელიც იყო სტუმრად. ჩვენ შეგნებულად არ გამოვიტანეთ ეს მისი ვთქვათ იქ რაც მან თქვა მაგრამ მე მინდა მას პირდაპირ ეთერში შევთავაზო რომ თუნდაც ოთხშაბათს იურისტის საათში მეორე მხარე ადვოკატებთან ერთად თუნდაც ბატონი ირაკლი ზაქარიაშვილი და სხვა უფლებადამცველებთან ერთად მოვიდეს პირდაპირ ეთერში რაც მან კომენტარი პირდაპირ ეთერში გააკეთა იქ ორივე მხარე დავსვათ და ჯანსაღი პირდაპირ დებატები შევთავაზოთ სრულიად ობიექტურად თავაზობთ მთელი გული და სულით ეთერს უთმობთ რომ მე არა თქვას ვინმე ანდა საზოგადოებისთვისაც უფრო საინტერესო იქნება ის რაც ბატონმა ტარიელ კაკაბაძემ ილაპარაკა ამ საქმესთან დაკავშირებით და სხვა საქმეებთან დაკავშირებით ასევე გუშინ ქალბატონ თია ადეიშვილთან ჩვენთან ოთხშაბათს პირდაპირ ეთერში იურისტის საათში ვთავაზოთ მოვიდეს და დაჯდეს მეორე მხარესთან ერთად და ისაუბრონ პირდაპირ ეთერში ვისაუბროთ ობიექტურად ეს მინდოდა რომ მეთქვა საზოგადო ჩვენი ამოცანა ჩემი პირადად ამოცანა შენი ცოტნესი და ჩვენი სტუდიის ამოცანა გარდა იმისა რომ ჩვენ სხვა განათლებას ვეხებით ისტორიას ვეხებით ჩვენი სამშობლოს ბედს ვეხებით ჩვენი თითოეული მოსახლის ბედს ვეხებით მილიონი პრობლემა რო აქვს დაგროვილი ადამიანებს მილიონი პრობლემა რო არის სოციალური კუთხით იქნება ეს თუ არ ვიცი მე დემოგრაფიული კუთხით იქნება თუ აგერ დავით გარეჯი და სხვა ჩვენი მნიშვნელოვანი პრობლემების გამო და იგივე თუ მას რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით იმიტომ რომ ეს მთავარი ამოცანაა ჩვენი შევრო თქვი რომ ჯარი გაიყვანო და მე დაველაპარაკოთ ამას რო იცახდა მთელი 9 წელი სააკაშვილი და აგრძელებს სააკაშვილისნაირი ესე იგი ადამიანები და ეხლა ქართული ოცნებას თურმე ამას ამ კუთხით საუბრობს ამაზე კი არა საუბარი დიახ ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსეთთან საქართველოსთან საქართველოს ბევრი ამოცანაა გადასაჭრელი ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ მაგრამ გარდა ამისა ჩვენთვის ყველაზე მთავარია
ნებისმიერ გახმაურებულ და არაგახმაურებულ საქმეზე, სადაც საზოგადოების ინტერესი მაღალია, სადაც ჩვენ თვითონ და მათ შეიყვანეს საზოგადოებას, ტვინში ძალით ჩაუდეს, აგრესიული PR კამპანიით ჩაუდეს თავში, რომ დიახ, მკვლელი ეს არის და ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, ყოველგვარი უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვის გარეშე, პირდაპირ ბრალდებულად და ადანაშაულებენ ხალხს, მოვიდეს მაშინ ბატონი ტარიელი და ბატონი ირაკლი ზაქარიაშვილთან მეორე მხარე უფლებადამცველებთან ერთად კონკრეტულად ამ საქმეზე ვისაუბროთ. პირდაპირ უთმობთ ეთერს. აი ამის თქმა. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა დიდი მადლობა. ბოდიში ემოციებისთვის მოყვა. ეთერი გაგვიგრძელდა, თუმცა ვფიქრობ, რომ იყო საინტერესო საუბარი და იმდენად საინტერესო, რომ მათ შორის ინტერაქცია საკმაოდ მაღალი არის მაყურებლის მხრიდან და თქვენ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი, იმედია ამ გადაცემის მერე ჩვენ სახში შენ სახში არ იპოვიან call centers და მე არ მიპოვიან იქ ლოგინის ქვეშ ტანგს დამალულს და ასე შემდეგ. თუმცა სამწუხაროდ დაზღვეული როგორ ყოველ შემთხვევაში ერთი რამ უნდა ითქვას, არ ვიცი, ერთ-ერთი ტვინაღზობი ვიღაცა წერდა, შეიძლება არც არის ტვინაღზობი და შემდეგ გაქრა ეს კომენტარი, იმიტომ რომ ესე იგი დაინტერესდით მერაბ ჭიქაშვილითო, ანუ საგამოძიებო უწყებას ეუბნება, დაინტერესდით მერაბ ჭიქაშვილითო, განსაკუთრებით სუს. აი მით უმეტეს იმ ნაწილშიო, როდესაც აი ფრენები დაისრვალდა, ეგ იყო თავითო გავარდაო და პუტის მადლობა მაგან მოუხადაო და დიდი სიამოვნებით მართლა მინდა შედეგილას არ უკნებოდა მართლა მინდა Facebook სტატუსების გამო ეს ხალხი მართლა მინდა ეხლა ეს თუ არ იყო ისევ კომენტარი ტროლისან და შეგნებულად რავი მე გაქრა და წაიშალა უბრალოდ მაინტერესებს მართლა მინდა რომ თუ მართლა დაინტერესდებიან მზად ვარ პირდაპირ სიტყვა სიტყვით ყველაფერი დასაწყისი და ბოლო აი ამ შედეგის რა იყო ვინ იყვნენ მონაწილე პირები საჩავედით ვის შევხვდით ვის ველაპარაკეთ რაზე იყო საუბარი და თავიდან ბოლომდე მზათავარ გამოძიებას კი არა ყველა უწყებას პასუხი გავცე ყველა კითხვაზე და მეტიც მოვითხოვო რომ კიდევ უფრო მეტად გავაქტიუროთ ამ საკითხში ბევრი ჩემნაირი ყავდეთ დასაბარებელი რაც სამშობლო და ჩვენ ქვეყანას გამოადგა და თუ რამე ამით მე თუ რამე აი ამ ცირედში იგივე თქვა ოთარ ფარცხალაძე იქნება თუ სხვა დანარჩენი ადამიანები ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ წარმოდგენილი ვინც იღებდა ქართულ რუსულ ურთიერთობებში მონაწილეობას და მით უმეტეს იმ პირველ სამიძე სადაც ჩვენ პირდაპირ შევხვდით დუმის დეპუტაციას და დეპუტატებს ყველა იყო თუ კიდე ვინმე იქნება არავის არ დაუკარგავთ ამ შრომას და პირიქით გაგზელდეს და კარგი იყოს იმიტომ რომ ეს ჩემი ქვეყნისთვის იყო გაკეთებული და ჩვენი ხალხისთვის ამიტომ დაინტერესებს თხოვ საგამოძიებო უწყებას ზათავარ წავიდე და ვითანამშრომლო კი არა ყველაფერი სიტყვა სიტყვით უთხრა ფაქტები ვიდეოები ვანახო რა მაგ რა საუბრები მქონდა რა შეხვედრები მქონდა რა ქვია დუმის ოთახებში თუ სხვაგან თქვა დიპლომატიურ სხვა სივრცეებში და სხვა ნებისმიერ ადამიანთან მზათავარ ყველაფერი უთხრა დაწყებული რა ქვია ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატიული რა ქვია უნივერსიტეტის ინსტიტუტის ჰოლიდან დაწყებული ვის შევხვდი რაზე ვილაპარაკეთ დამთავრებული მაღალი თქვა ასე თქვა ხო ნუ იყო ასეთი შეხვედრას კონსერვატორიას შევხვდი ჩემი ხელოვნების ჩემი კოლეგებსაც სხვათა შორის და სადაც კი ქართულ თემაზე ქართულ რუსულ ურთიერთობაზე საუბარი იყო ყველგან სადაც შევხვდი ყველა დეტალს ვეთქვი და მოვუყვები კი ბატონო, გისურვებ წარმატებას, თუმცა იმედი მაქვს, რომ არ გახდება ამისი საჭიროება საგამოძიებო უწყებებისთვის ამ ინფორმაციის ჩაბარება, მით უმეტეს რომ დამალული არც არასდროს გონია ის ინფორმაცია და ღია ეთერში გაგეკეთებათ მოყოლილი. დიდი მადლობა ძვირფასო მაყურებლებო, დაგემშვიდობებით, იმედია საინტერესო იყო თქვენთვისაც ჩვენი საუბარი. მადლობას მოგახსენებთ და შევხვდებით ერთმანეთს ოთხშაბათს იურისტის საათში, სადაც როგორც მერაბმა თქვა, დიდი სიამოვნებით ველოდებით ბატონ ტარიელ კაკაბაძეს, თუ კი მას ექნება შესაბამისი სურვილი, სხვა მხრივ კი თუ არ იქნება სურვილი დაგვიგმოს ჩვენ მე უკვე ამ გადაცემას როგორ ჩვენ ჩავთვლით საჭირო. დიდი მადლობა და ნახვამდის.